მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. ცოტა სხვაგვარად გვინდოდა დღევანდელი გადაცემის დაწყება. ეხლა კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გადაცემა პოლიტიკურია, პოლიტიკურ საკითხებს ვიხილავთ, მაგრამ არ შემიძლია მე რომ არ შევეხო იმას, რაც ჩვენ ნახეთ გუშინ თურქეთში. იცით? ამ ქვეყანაში ბოლო პერიოდში თუ რაღაც ადამიანებს ეს გაჭირვებული ცხოვრებიდან და იმ რაღაცა გარკვეული უარყოფითი მოვლენებიდან ცოტა დადებითი იმპულსებს რაღაცა აძლევდა, ეს იყო ის წარმატება, რომელიც მიღწეული იქნა ქართველი ფეხბურთელების მიერ, როდესაც ისინი ფინალურ ეტაპზე გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის. და ამის გამო იყო, რომ ჩვენ რეალურად ხელის გულზე ვატარებდით ამ ადამიანებს. მაგრამ ის რაც ჩვენ ვიხილეთ თურქეთში, ეს არის ეროვნული სირცხვილი. აი ხა რატომღაც თურქეთთან შეხვედრა რაღაცა რიგით შეხვედრად განიხილება და რუსეთთან რო ყოფილიყო ორი შეხვედრა, აქ ქვეყანა დაინგრევოდა. აი აბჯარი ავისხათ ბიჭებო, აბა მტესარ შევარჩინოთ არაფერი და იცით რა არის? როდესაც ისტორიას დავიწყება შეცლება, როდესაც შენ ივიწყებ შენ წარსულს, უკვე ყველაფერი დავიწყებასაც მიეცემა ხოლმე. მე არ ვიძახი ეხლა რომ ჩვენ აქ მართლა ზარბაზნები უნდა მოგვემზადებინა, მაგრამ აი ესეთი უსახური, ესეთი ჩასორილი, ესეთი ბოდიში და აი საშინელება მეცხოვრებაში არაფერი არ მინახია რა. შეიძლება ეხლა ესპანეთთან წააგეს და ჩვენ ვიფიქრეთ რომ ესენი ძალებს ზოგავენ იმისათვის რომ თურქეთთან რაღაცა შესანიშნავი თამაში აჩვენონ. არა, წაგებაც არის წაგებაც. ეხლა აი რომ წაგებული ყოფილიყო ეს მატჩი ბრძოლაში კიდევ არაფერი. აი ესე უსახურად, ესე აი სამარცხვინოთ, მე არ ვიცი. და ეს უკვე ტენდენცია იქცა, უკვე აი უკრაინასთან პრინციპული მატჩები წავაგეთ, რის გამოც ევროპის ლიგაზე ვერ გავედით. წავაგეთ გასვლა, მე ფრეთ ვითამაშეთ აქ, შემდგომში თურქებთან წავაგეთ. იცით, ეხლა ვიღაცა იტყვის რომ რა მოხდა მე რაღაცა ბიჭო არ იცი, აი როცა შენ ხედავ რომ შენი გუნდის ლიდერები ლივერპულში თამაშობენ, ვილიარეალში, PSG-ში, წამყვან ლიგებში და მე აქ ჩამოდიან და რაღაცა უსახური აჩდილები არიან, ეს იწვევს გაღიზიანებას ყველაფერს ამისა. ჩვენ ალექსანდრე ჩივაძე გავუშვით ნაკრებიდან ინგლისთან რატო წააგეთ თამაში და იტალიისთან წაგების გამო ყიფიანს ბოთლები ესროლეს სტადიონიდან. იტალიასთან და ინგლისის გამო. ჩვენ ამ ხალხს სტადიონს აშენებას ვაპირებთ, მე მგონი არის დღის წესი. რა სტადიონის აშენებაზეა ხალხო ლაპარაკი ვერ გავიგე. როდესაც წელიწადში 3-4 თამაშია და იმასაც არ განიჭებენ რაღაცა სიხარულს. ამათ რა გონიათ, იცით რომ იქ რო ვილიარეალში ან სადმეც იქ თამაშობენ, ეს არის ეროვნული ნაკრების თამაში. რაში მაინტერესებს არ გავყარი ამ ევროპულ გუნდებში მაგათ თამაში. რაში მაინტერესებს ვერ გავიგე. იქ ვინ ხარობს? ქართველი ხალხი ხარობს. ჩვენ იმიტომ ვიხარია ამათი წარმატება სადღაც ევროპაში რომ აქ ჩამოვიდნენ და ითამაშონ რა. ეს იყო უპატივცემულობა, სუში ჩაფურთხება თითეული ქართველისთვის რა. იმიტომ რომ რაღაცა ეს ეროვნული ნაკრები არის ფაქტობრივად არის შეერაღებული ძალები. და ზოგიერთმა იდიოტმა დაწერა მე დიდი მადლობა, რა მადლობას უხდით, ვერ გავიგე, რაში უხდით ამ ხალხს მადლობას ერთი რაში. ან ჩვენ გვიყვარ ხარ, ჩვენც აქვს კი არ მძულს ეს ხალხი, 1000 გადაცემა მიმიძღვნია მაგათთვის და უამრავჯერ გვილაპარაკია. არც ესე იგი, აი ნათქვამია ბოლო-ბოლო რომ ერთხელ ნეხვი წვავისო და რაღაცა ერთხელ გაგვივარდა ყარაულის თოფივით გავედით ნემიდან რა ქვია C ჯგუფიდან სადაც სუსტი გუნდები იყო ერთადერთი ასე თუ ისე საბერძნეთთან მოგვიწია ისეთ რთულ მეტოქესთან თბილისში ისეთ თამაში გავედით ამის გამო და აქ თელ თბილისს რა ქვია შემოვატარეთ მილიონები ჩაურიცხეთ ხელის გულზე ვატარეთ დავასაჩუქრეთ ყველაფერი და აი ეს ამით გადაგვიხადეს სამაგიერო რა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რო ებრძოლათ, რაღაცა თავი მოეკლათ, რაღაცა დაენახვებინათ, რაღაცა ქართველობა დაენახვებინათ, ჟინი დაენახვებინათ, კიდე ხმას არავინ არ მოიღებდა რა. ეხა საფრანგეთის ნაკრებმა ეგრე ფრეთი თამაშია ისლანდიასთან 2-2 და ყველა რაღაცას თავაზობს სიურპრიზს და ესე იგი ის ზღაპარი დასრულდა რაც იყო და მე მგონი რომ არ ვიცი აი ესე თუ გაგზელდა მეგობრებო
ჩვენში აი ეს იმედიც მოკვდება რა იმედიც და რა ნაპერწკალიც იყო სიხარულის. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ ბიჭების წახალისებისთვის. მთელ რუსთაველი შემოატარეს ღია ავტობუსით, თითქოს ევროპის ჩემპიონატი მოეგოთ. მილიონი დახმარება ჩაურიცხეს და ერთი მადლობა არავის არ დაცდენია იმ კაცის მიმართ, ვინც ეს გააკეთა. ეხა ბევრი რამე ვაპატიეთ ამ ბიჭებს ჩვენ ის რომ აქ სისხლი იღვრებოდა და ქვეყანას უტევდნენ ესენი გამოდიოდნენ და ლოზუნგები ეწერათ იმაზე რომ ჩვენ ევროპაში გვინა შედალოცილო ევროპაში თუ გინდა ფეხბურთი დაამტკიცე ეს ევროპაში რო გინდა და არა ის რომ იმაზე აწერ რა ქვია შეს Facebook გვერდზე ის რომ ხარს უჭერ აი ამ ქვეყნის ამოგდებებს თქვენ ხო არ გონია დაგვავიწყდა თქვენ რაც გააკეთეთ მაგრამ თქვენი თითეული სიტყვა რომელიც იყო იქ მათ ოპოზიციის ხარდასაჭერად ეს დავიწყებას არასდროს არ მიეწემა. სულში ჩაგვაფურთხეთ ყველაფერში. თან ვისთან აგერთ ისტორია მაინც გადაშალეთ. აი უბრალოდ რა იყო, იცი, აი ეს კადრი ჩემთვის იყო ძალიან აღმაშფოთებელი, რომელიც ვიხილე და მე ვფიქრობ, რომ აი პრეზიდენტიც არ უნდა წასულიყო, იცით იმ თამაზე. აი ნახეთ ახლა ეს კადრი და მე აი ილაპარაკეთ რაზეც სალაპარაკო. ხედავთ ემოციებს გასაგებია ყველაფერი. ნუ ეს ჟესტი რა იყო იცით რომ აი რა არის ეს გუნდი ყავთო თქვენაო რა არის იცით მეგობრებო ეხლა მე მინდა პრეზიდენტს მივმართო აი ამ დიდგორობას ჩახვედით იქა როცა აქ ქვეყანაზე იმლო სვეტიცხოვლობა იყო კაცო ეკლესიაში ყოფილიყავით არ ჯობდა მე ძალიან კარგად ვიცოდი რომ დიდი შანსები არ გქონდა აი რატო უნდა ბოდიში და იღადაოს შენზე თურქეთის პრეზიდენტმა და რატო უნდა დაგცინოს სახალხოთ რომ აი ეს და ხელები შალოს აკა და ჰიმნი იყო ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ჰიმნზე მთელი სტადიონი უსწვენდა საქართველოში აქ თურქეთი რო ჩამოვიდა არავის არ დაუსწვენია მაგათ ჰიმნზე და ბოლოს გაიყვანეს ჩვენი გულშემატკივარი და ბოლო ტაოკლარჯეთი სად იყო მაინც იცი თქვენ მაგრამ ეს იცი ისი ბრალი არის ამ ყველა დღე რო თურქული სერიალები გადის ჩვენს არხებზე პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი რო იძახდა სტრატეგიული და ჩვენი მეგობარი არის თუ სადაური მეგობარია იმას კი არ ვიძახით რომ ეხა მტრობა ომი გქონდეს და ვერც გვექნება რაზეა ლაპარაკი გააკარგათ ვიცით რეალობა რაც არის მაგრამ ბიჭო რაღაცა სისხლი მაინც არა გაქვთ თქვენა ვერ გავიგე იმ აი მე ესეთი განცდა მიჩნდება რომ ამათ ეხლა ისინი იმას კი არ ფიქრობდნენ იქა რომ რაღაცა ესენი ფიქრობენ იმაზე რომ რაღაცა კლუბში რო დავბრუნდები ფეხები არ დამემტრა საქა რომ კარგად ვითამაშო რა აბა რა იყო ოფლი არ გამოგდენიათ არ გირბენიათ ესპანეთთან გუნდი იდგა საერთოდ და აი არ დამცდენია აუგი იმიტომ რომ ვიფიქრე რომ თავს ზოგავენ ესენი რომ აქ თურქეთთან ითამაშებენ რაღაც რასაც საჭიროა და როგორც საჭიროა რა ეს ეროვნული სირცხვილია რა არის რა ეხლა რაღაც 110 თავით არ დგას თურქეთი ჩვენზე რომ ასეთი ანგარიში დამარცხდეს გუნდი და ეხლა ჩვენს იმედებს წერტილი დაესვა და ეხლა აი ეს არის პროვინციალიზმი და ჩამორჩენილობა როდესაც აი ესეთ მაღალ დონეზე აყავთ იმაზე რომ აი გუნდი როდესაც თამაშობს ფეხბურთელები რო თამაშობენ თამათ კლუბებში ესე იგი ისე უხარიათ საქართველოს ნაკრები თამაშობს რაში მაინტერესებს კიდე ერთხელ ვიმეორებ ესა თუ ის ევროპულ გუნდში წარმატება თუ კი აქ არ ჩამოვლენ და არ ითამაშებენ ისა როგორც საჭირო ეხლა ვიღაცები მწვრთნელს აბრალებენ არა მე გეთახმებით რომ მწვრთნელი არის შესაძლებელი უფრო კვალიფიციური მწვრთნელია საჭირო მაგრამ მწვრთნელმა რა ის უთხრა რომ არ ირბინოთო თავი დაზოგეთო კარში არ დაარტყათო ეს უთხრა მწვრთნელმა აქ ჩვენ აიცით რასთან გვაქვს საქმე მე ფეხბურთთან ძალიან დიდი შეხება მქონდა რაღაც პერიოდის განმავლობაში და იმ დიდი ფორმაციის ნაკრები რომელიც იყო საშა ჩივაძის ყიფიანის თამადობით ამ ყველაფერს უყურებდი ჩემი თვალით. არ მინდა ახლა იმ დიდი ფეხბურთელის, დიდი ტალანტის სახელი გვარი დავასახელო. უკრაინაში იყო თამაში და ამხანაგური თამაში იყო სხვათა შორის და ვახტი ამ ნაკრებს მეც კიევში და ესე იგი მატჩის წინა ვარჯიში არის და ის ჩვენი რაღაცა ძალიან დიდი იმედი ვარსკვლავი ჩაეძინა იმას თუ დაიძინა არც გამოცხადდა ვარჯიშზე რა მე გააგზავნეს იქ მასაჟისტი იქნება არ ჩამოვიდა თამაშზე და მე ის სამ თამაში ჩვენ $3 წავაგეთ ის ამხანაგური თამაში იცით მე არ ვიძახი რომ ეხა ესენი არ ვიცი შიგნით რა ხდება მაგრამ იცით
როდესაც შენ ნაკრების საშუალებით აიწყობ შენ კარიერას, მე ესე ნაკრებს ესე უდიერად, ნაკრები არის საქართველოს, ფაქტობრივად ჯარი. შენ თითეული ფეხბურთელი უმრავლესობა ვინც მან რამეს მიაღწია ეს არის საქართველოს ეროვნული ნაკრების დამსახურება. ესე იგი ამ ნაკრებს გამოიყენებენ და მერე ფეხებზე კიდიათ. ადრეც ასე იყო. აი ჩვენი ნაკრები ინგლისთან, იტალიასთან, ბულგარეთთან ტოლისტორზე ეთამაშებოდა და ეგ კი არა, აი უბრალოდ გამოცდილება არ გვეყო, თორე ერთ-ერთ შესარჩევ ჯგუფში გავედით მესამე ადგილზე და ახლოსაც ვიქნებოდით რომ არა ის გრანდები რომ პლეი-ოფში მოხვედრილიყავით. და მერე როდესაც ყველა რაღაცა კლუბებში მოხდა წავიდა უკვე ყველაფერი დაბლა, იმიტომ რომ აი ესა გვაქვს ჩვენ ქართველი სადაც გაძღა სამშობლო იქ ეგონავ. რო კარგად აიწყობ კარიერას, მერე უკვე რანაირად შეიძლება თუ კი ესპანეთთან კარგად თამაშობდი, ადრე ტოლისტორზე თავს იკლავდი, სანამ კლუბს მონახავდი და ეხლა როცა აიწყე კარიერა, კარ კლუბში ხარ, ტოპ კლუბში, ეხლა რა დაგემართა რა არის? ეხლა ვიღაცა იტყვის რომ აი რა ეხლა თქვენი საქმეა, თქვენ მიდი თქვენ საქმეს მიხედეთ, იცით რა არის მეგობრებო? იცით რა, ფეხბურთი საქართველოში არის რელიგიის დონეზე რა. ეხლა აი გულშინდელი წარმატებული თამაში საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რა ვიცი, ყველაფერს უბედურებას დაავიწყებდა. მე აი კიდე მიმაჩნია რომ კარგად დავფიქრდეთ ამ სტადიონის აშენებაზე რა. იმ სტადიონის ფასად უამრავ რაღაც რა თქვინა სტადიონის აშენება ვერ გავიგე, როცა ეროვნული დინამოს სტადიონი გვაქვს, უნიკალური მიხეილ მესხის სტადიონი გვაქვს. ვის უშენებთ? ამათ უშენებთ, ამათ რომ მე სირცხვილი და თავის მოჭრა იყოს. ეხლა რაღაცა მოიგებენ სადღაც რო არაფერს არ ნიშნავს. ეს ციკლი ჩავაგდეთ, ევროპის ლიგის ციკლი ჩავაგდეთ. ეხლა შემდგომ ციკლშიც რა იქნება კაც მარიცის უკვე და დამთავრდა ეს თაობაც დასრულდება რა. გასაგებია რომ მადლობა იმისთვის რომ სიხარული გვაჩუქეს, მაგრამ მე ბოდიში და თავზე უნდა იმას გვიქნა ყველაფერი, მაგრამ საცა იქ სტადიონზე გულშემატკივარი იმას ყვირის რომ ვინც ახტუნავს პუტინიაო და ამით ხომაგობენ გულშემატკივარს, იქ საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ისე ხო არ იყვირეთ იქ შემთხვევით უფრო კარგ ხასიათზე დადგებოდა თურქები, თუ კი მათ დაუძინებენ მტერს ესეთ საჩუქარს გაუკეთებდით თქვენ. არც ხომაგობა ვარგა, არც ბოდიში და თამაში ვარგა, არაფერი არ ვარგა და ნახევარი ბიუჯეტის ხელა სტადიონი რა ამათ უნდა გაუკეთო ჩვენ? და მერე კიდე მილიონი რატო უნდა ჩაურიცხოთ ამ ფეხბურთელებს, რისთვის მაინტერესებს რა? რა ფიზიკოსებმა, მათემატიკოსებმა, განათლების მუშაკებმა რა დაგვიშავა? რატო უნდა ჩაურიცხოთ ამათ რა? ვერ გავიგე, მიიღეს მისცეს პრემიერ, რატო უნდა იყვნენ ესენი ყოველთვის იმაზე, როცა რაღაცა ესე ექცევიან ჩვენ გუნდს? ჩვენს გულშემატკივარ ხალხი ჩავიდა ბოდიში პაპიკაპიკი დააწება ჩავიდა იქა და ჩააფურთხე და გამოდიან მერე და ლაპარაკობენ იმაზე რომ რაღაცა დაგვაკლა მერე რატო დააკელი კაცო შენი ბრალი არ არის ესეთი ჩასურილები რო თუ ხართ მითხარით ერთი ვისი ბრალია ეს ყველაფერი არა ეს არის აღმაშფოთებელი და მერე კიდე ვიღაცა გამოვა და რატო აბა რა უთხრათ ეხა მადლობა ლამაზი სიტყვები უთხრათ ამათ ხალხი რომელიც ქვეყანა იგრეოდა წერდა იმას თავიანთ Facebook გერდებზე ჩვენ ევროპაში გვინა თუ გინდა შედი თამაში შედი და არა იმითი იქ ქვეყნის ამომგდებებს გვერდში დაუჭით გვერდში დაუდგე ევროპაში უნდა თողოთ იმითი სხვანაირად რა იცით რა არის აი ამან დაღუპა ჩვენში ყველაფერი რომ არა პატრიოტიზმმა არა საქმისადმი ერთგულებამ და ის რომ გაძღები და მერე ბოდიში ფეხებზე ყველაფერი კიდია რა. ეხა მე რო ვიყო მაგალითად ახალი ფორმაციის ნაკრების შექმნა დავიწყებდი უკვე რა. თამაშობს ტოპ გუნდში, ართ თუ ნაკრებში ვერ ითამაშა ადექი და მოკვეთე. რა არის ერთი კარში ვერ უნდა დაარტყა, იქ თუ თავს იგიჟებ და იქ თუ ბოდიში და ვარსკვლავებს წვეთ, აქ რა არის, რა დაგიშავა საქართველოს ნაკრებმა. საქართველოს ნაკრების ხარჯზე ხართ იქა, სადაც ხართ თქვენ კლუბებში. და მე კიდე ერთი რამე არის, და ჩვენ ძალიან ბევრს პატიობთ ვიღაცებს. თურქეთს ყავდა ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი ჰაკან შუქური. და ეს კაცი იყო ლეგენდა თურქული ფეხბურთისა. და მოიკვეთილი იქნა თურქეთიდან, იცით რატო? აი, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება დაიწყო თურქეთში, აი ფეთულა გულენის მიერ, მაშინ ეს კაციც იმათ ხარდამჭერი იყო, ფეთულა გულენის. და საერთოდ მოკვეთეს ეს ჰაკან შუქური. და მე არ ვიცახი რომ ესე ის მოსაკვეთები იყვნენ, მაგრამ ჩვენ ამათ ეს რომ ვაპატიეთ
და მე ხელის გულზე ვატარეთ, აი მაშინ დაუშვით შეცდომა რა. აქ ქვეყანას აოხრებდნენ იმას, რა ქვია, ლამის ბოდიში და ბომბებს ესროდნენ მთავრობის სასახლეს და ჩვენ ევროპაში გვინდაო ყველა მერთხმაც დაწერა იქა. ბოდიში და აი მე იმ პოზიციაზე ვარ, რაზეც ვიყავი რა. ერთხელ ნეხვით ყვავის და ერთხელ რომ გაგივარდათ ყარაულის თოფივით ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ხართ. თუ რამე არ იყო ესე დაგემტკიცებინათ მაშინ, რომ რაღაცას წარმოადგენდით. უკრაინასთან ორი პრინციპული თამაში ჩასვარეთ, წააგეთ და ნიჩი ფრედი თამაშეთ, თურქეთთან ჩაისვარეთ, ყველგან ჩაისვარეთ, სადაც ჩასასვლელი იყო. ეხა ბულგარეთს ის რა ქვია, ფარერების ნაკლებიც მოუგებს. და თქვენ ნუ გონიათ, რომ ფეხბურთზე მარტო იმან უნდა ილაპარაკოს ვიღაცა ბოდიში და ერთ რაღაცა უკეთურ ნარკოტიკებთან ბოდიში მათ რა ქვია დაახლოებულმა ადამიანებმა. კლუბები აგებენ, ნაკრები აგებს, ესე იგი ყველა გუნდი რომელიც გადის ჩემპიონატის იმიდან რა ქვია ტურნირებზე, ყველა პირველივე რაუნდიდან ვარდება. ეს ნაკრები ჩასრულია და ფედერაცია არაფერ შუაში არ არის, მაინტერესებს ამ შემთხვევაში. თუ ყველა კლუბი სამარცხვინოდ პირველივე ეტაპიდან ეთიშება, თუ ნაკრები უკვე ასოცირდება წარუმატებლობასთან, ამაზე ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დაისვას? ერთმა ზოგმა იდიოტმა მომწე შენო ისაო აი რამდენი ავანტყოფი ყავს ამ ქვეყანას, ერთმა მომწერა ისაო თუ რა ისო შენო გიხარიაო რა ქვიაო ისაო რომ ესო მე მეუნება რომ ეს კაცი ჭმად ამდენი ჭაღარა იმიტომ მაგ ამათმა გამითეთრეს თმები რა. და ეს მე არ ვიცი ვინ არის რა ხალხი ეს ნაძირლები რომ კიდე იქ წერენ რომ მადლობა ვისთვის უხდით მადლობას მადლობა ვის უხდით მადლობას რისთვის რომ ეროვნული სირცხვილი იყო და მე მივმართავ ჩვენ პრეზიდენტს რა რომ ფეხბურთელი ბრძანდებით და ვერ გავიგი არ იცოდით რა გველოდებოდა იქა მე ვიცოდი პირადად რომ ზარ რთული იქნებოდა იქა ყველაფერი და თვითონ ერდოღანი არ ჩამოსულა რომ დაპატიჟეთ აქა იმაში თურქეთში და თქვენ რატომ მიდიოდით იქა რომ მე ბოდიში და ეკაიფა თქვენზე იმას ერდოღანს აი ხა ნახეთ ეს კარგი სანახავია მე არ მინდა ჩემი პრეზიდენტი ასეთ უხერხულში მდგომარეობაში იყოს აი ნახეთ ხედავთ ემოციებს გასაგებია ელები გაშალა და შეხედა აი ეს ახართო თქვენაო ჩვენი სახელგანთქმული ფეხბურთელები ყიფიანი ჩივაძე ბურთს არ დაანახებდნენ ამათ რა აი ვინ აყავდა ჩვენ ვარსკვლავები ბურთს არ დაანახებდნენ ამათ არა ესეთი წაგება შეიძლება ეს არის სამარცხვინო ხალხი კიდე ერთხელ ვიმეორებ რა და მე ვფიქრობ რომ ამის მერე კიდე დაუწერეთ გულები ეხა იცი რაში მაინტერესებს ეხლა მაი ბოდიში და აი ამათი თამაში იქა რა ბუდუ კოჩორა ესა და და იმედმა დაწერა იქოჩორამ გოლი გაიტანაო რა რომ ამათ ეგონათ ალბათ ვიგებდი თამაშს რა 4-1-ზე რო გოლს გაიტან ბოდიში და საერთოდ არც უნდა თქვა არაფერი რა აი ეს იციბრალია იცით ამ რო აი თბილისის დინამოს რო პატიობთ ამდენს რო ყველა თამაშს აგებს და კაციშვილი ხმას არ იღებს ფიფია საერთოდ უნდა გაიყვანო იმ ბაზიდან იმის მერე რაც მან გაუკეთა თბილისის დინამოს რა ყველა გუნდი რო აგებს არაფერი აი შეეჩვე და პატრიოტობა რო აკალიათ ამათ რა არ იციან ვის ეთამაშნენ რა თურქულ სერიალებზე გაზრდილ თაობას ალბათ რა დღეს ჩვენ გვექნება საუბარი სხვადასხვა საკითხებზე ბატონი მიხეილ ჟენტი სოლიდარობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელი მოგესალმებით ბატონო მიხეილ მოგესალმებით ბატონო თუ გდებათ რამე ორი სიტყვა და მე გადავიდეთ პოლიტიკურ დღის აბსოლუტურად გეთანხმებით ძალიან სამწუხარო სურათი ვიხილეთ ეს ნუ ჩვენ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მინდა ასე ვთქვი შეუერთეთ თქვენ მოწოდებას რომ არ იყო ალბათ იქ ჩასვლა საჭირო როდესაც არც შენი ქვეყნის დროშის ასე ვთქვათ ხელსაბამად გამოყენება შეგიძლია როდესაც იცი თქვენთვის არ იყოს როგორ დასრულდება როდესაც ორი დიდი დღესასწაული დიდგორობაზე იქ ვიყავით ეხლა სვეტიცხოვლობაზე იქ იყავით ნუ ამას ხალხი ვერ იგებს სწორად და სამწუხაროა ნუ არ მინდა ეხლა ძალიან გავავრცო თქვენ კარგად ისაუბრეთ არ შეეხება წმინდა ფეხბურთს ეს ჩვენი უბედურება არის ჩემ ახალგაზრდობაში ამბობენ ჯიგარი არა აქვს ანუ
უჯიგროდ ითამაშეს, არანაირი სურვილი იმისი არ ქონდათ რომ რაღაცა ეჩვენებიათ, თავი მოეკლათ. გასაგებია ხა კომერციაზეა გადასული ყველაფერი, მათ შორის სპორტიც და ახლა არავინ აღარ იკლავს თავს იმაში რომ რაღაცა მიიღოს და თავარი რა არის. თქვენ ბრძანეთ ახალი ფორმაცია, ხო, ნაკრების. როცა ეროვნული ჩემპიონატი არ აქვს. ეროვნული ჩემპიონატი არ აქვს ჩვენ აი მესამე კომისიაზე დუბლების დონის არავინ არ დადის თამაშებზე. არ დადის, იმიტომ რომ ვის უყურონ, იქ ვიღაცები ფეხბურთს სწავლობენ და ისინიც არ სწავლობენ. ამიტომ ეს აი ესე თითო ღერა ვინც გაიზარდა თავისი ნიჭი წავიდა, თავისი გზა ნახა, 100,000 დოლარს თუ ევროს იღებენ, ღერთან მოახმაროს თავისი ფეხით და თავისი შოულობენ, მაგრამ საქართველოს ყველა დარგში ესე ვართ, არც ვერსად დარგში ბატონო ნიკოლოზ ჩვენ ვერ იპოვით საქართველოზე და ქვეყანაზე ზრუნულ ადამიანს. ამავდროულად ეს ეხება ფეხბურთსაც, კინოსაც, სპორტსაც, ასე ყველა არის ინდივიდუალურად. კარგად მოეწყოს, აიღოს 100,000 ჰონორარი, მერე იყიდოს Ferrari და იყოს თავის ჭკუაზე. ამდენი ტატუების კეთებას ბურთსეი ვარჯიშეთ და მერე კიდე აი რო ვამბობ ის ადრინდელი ფორმაციით ნაკრების ასეთი იყო. სანამ ის ბიჭები რაღაცა კლუბებში მოხვდებოდნენ, თავს იკლავდნენ. მერე რო გაინაღდეს სხვადასხვა ტოპ კლუბებში თამაში, აი წავიდა უკვე იქ სამარცხინო წაგებები. აი თქვენ ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ. ესენი ვერაფერს წარმატებას ვერ მიაღწევენ რა. ესენი მოიგებენ ისეთ თამაშებს, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს საქართველოსთვის და ღმერთმა ქნას ჩემი სიტყვები მე მინდა რომ არ გამართდეს ეს ჩემი სიტყვები. იმიტომ რომ თუ რამე არ შეიცვალა, თუ შეცვალეს მენტალურად რაღაცა, კი ბატონო, მაშინ შეიცვლება. მაგრამ მე უფრო დამნაშავედ იცი ის მიმაჩნია რომელი ხალხი, რომლებიც აი ამ წაგების შემდგომაც მორალური პედესტალიდან გველაპარაკება რომ კარგით რატო ლაპარაკობთ მასე და თქვენ და რაღა ბიჭო აბა რა ვილაპარაკოთ ვერ გავიგე როცა თავზე ბოდიში გაგიკეთებენ როდესაც ასეთ სირცხვილს გაჭმევენ აღარც ვილაპარაკოთ არ უნდა გაკრიტიკდეს ეს ხალხი მილიონებს რო შეულობენ და ვიღაც რა თუ კიდე ბოდიში რაღაცას აკეთებენ აქ ეს ამ ნაკრების საფუძველზე არიან ესენი იმ ტოპ კლუბებში ამათ რა გონიათ იცი ჩვენ ვალდებული ვართ რომ ამათ ეს უთმინოთ ეს ყველაფერი რა აქ რომ მოდიხარ ბიძიკო საქართველოს ჯარში მოდიხარ ეს ჯარია ეროვნული ნაკრები არის ჯარი ეროვნული სიმბოლიკაა დროშა გერბი ჰიმნი და გადიხარ და თავზე იმას გვიშვებიან თავ ვისთან თურქებთან მაგრამ ამათმა არ იციან ვინ არის თურქეთი რაღაცა იმიტომ რომ ესენი არიან უციგნური თაობა რა უციგნური თაობა ამათმა არც ის იციან ალბათ ტაოკლარჯეთი რა არის ესენი არიან უციგნურები რა უციგნურები და უვიცები ის ხო კარგად დაწერეთ ევროპაში გვიდაო სამწუხარო ამბავი მოხდა და ავიცი მე ეჭვმეპარება დასკვნები გაკეთდეს მართლა ეჭვმეპარება არაფერი არ გაკეთება ეს არის ბოდიში ეს არის ხალხი რომლებიც არის დაცლილი პატრიოტიზმისგან ეს არის ხალხი რომლებსაც ბოდიში არაფერი ეროვნულობა ამათ არ აქვს ეხლა აიწყვეს ცხოვრება და იმაზე ფიქრობენ ეხლა კარგი რა წაგებულია თავი რატო უნდა მოვიკლა მოდი ერთი იქ რა ქვია იმას ვიზამ რა ქვია კლუბებზე ვიფიქრებ ეხლა იქ რო რაღაცა ძირითადში ვიყო რა ეს არის მოცემულობა ხა 100 თუ და ვინც კიდე სხვა რამეს ფიქრობთ ხო ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხარ დავატყობები რა თქვენ მარტო აი ეს რაღაცა ის ქსიამოვნებთ მარტო რომ სადღაც რომელიღაცა ლიგაში რაში მაინტერესებს ეს ჩემთვის რა აი რას მაძლევს ეხლა რომ იქ მაგალითად იმ კლუბში გაიტანს გოლს საქართველოს რა მაგით არა ბაპატიეთ ბატონო ნიკოლოს თელი უბედურება რა იცით აი ის კლუბი რო თამაშობს გეგონება საქართველოს ნაკრები თამაშობს ისე ელოდებიან აი ჩვენი ბიჭი გაანებეთ ამ ჩვენ ბიჭებს ნუ გადარევთ ამ ბავშვებს კაცო მიხედოთ ის თავის ბიჭები თავის საქმეთ რატო უნდა უბალეში ყომე საფრანგეთის გულშემატკივრო ან საფრანგეთის ან იტალიის ან პორტუგალიის გულს იმიტომ რომ ქართველი თამაშობს მე შეიძლება ქართველზე ელოდებიან აი დღეს ის თამაშობს ხო აუ მთელი პროვინციალებს შევეშვათ რა ქაჯობა შევეშვათ ქვეყანას ამ ქვეყანას უახლოესი 30 წლის განმავლობაში ერთი პატრიოტი ვერ ვნახეთ ვერ სპორტში და ყველა არის თავის ინდივიდუალიზმი ეგოიზმი ძდიან თაობებს მე ვიყო კარგად არავითარი გუნდურობა მე ვიყო კარგად და დანარჩენი წყალსაუღია ახლა ყარაბახი გავიგე ყარაბახი არის აზერბაიჯანის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს მე გავიგე რომ იქ დიდი ფული არის ჩადებული ხო მაგრამ სამაგერო ჩვენთან ტალანტებია ბევრი ერთი ბიზნესმენი არ აღმოჩნდა საქართველოში რომ გაეკეთებინა გუნდი ისეთი რომელიც სულ ითამაშებდა ახლა
იცით რა არის? ეს ნაკრები წელიწადში რაღაც 3-4 თამაშია, ხო? და ეს ეს აზერბაიჯანულმა გუნდმა რატო უნდა გვაჯობოს ჩვენ? ან სიტყვაზე მაგალითად ყოფილ პოსტსაბჭოური სივრციდან კიდე მაგალითად ეხა ქაირატი, ალმა-ათის ქაირატი თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე რა. ეხა გასაგებია, ვერ გავიგე ყაზახებმა და აზერბაიჯანელებმა რატო უნდა გვაჯობოს ცხოვრებაში ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი არ ყოლია რა. ერთხელ ევროპის ლიგაზე გავედით ბადრი პატარკაციშვილი რო იყო. აი ბადრი იმიტოა კაცი, რომ ბადრი პატარკაციშვილმა შექმნა ის გუნდი, რომელიც გავიდა ევროპის ლიგაზე. და ჩვენ არ ვიცი ბადრი რახან არ არის ვინმეს ერთი სინდის და ნამუსი არა ჩადობს ფული და რაღაცა ქნა. სტადიონის აშენებით ფეხბურთი ვერ განვითარდება. რა გინდა ამნაირი სტადიონები გაქვს, ლოკომოტივის სტადიონი გაქვს, იმის სტადიონი გაქვს, კაცო დინამო, რა გინდა ამ სტადიონებს, რატო ის ფული რაც ამ მაგალითად იმ დიდი სტადიონის აშენებას ლანჩხუთში ავაშენებდი კარგ სტადიონს. ლანჩხუთი არის ფეხბურთზე შეყვარებული. რაიონებში უფრო დადის ფეხბურთი, ფოთში გავაკეთებდი, ზუგდიდში გავაკეთებდი. ეხლა რაიონებში უფრო დადიან და რაიონებში ფეხბურთი იქიდან მოდის ტალანტები. თბილისში ბავშვები ფეხბურთს აღარ თამაშობენ, იმიტომ რომ ტელეფონს ვერ გააგდებინებ იმიდან ხელიდან. მოდით გავიხსენოთ ლეგენდარული საიდან მოდის? ქუთაისიდან იყო ჩამოსული. ქუთაისიდან მოდის, ხო? გააკეთეთ იმ ფულად სკოლა ინტერნატები გააკეთეთ იმ სტადიონს, რაც ფული უნდა. აი გააკეთეთ სკოლა ინტერნატები, ბავშვებს უფასოდ აჭამეთ, უფასოდ ასვით, ყველგან წაიყვანეთ და რაიონებს მიხედეთ. კიდე ერთხელ ზურია ბავშვის სპორტზე მიყვა. რა თქმა უნდა. რაში, ბიჭო, ამდენი სტადიონი ქონდეს, რა თქინა, ის სტადიონი ივსება თუ რა? მე შეგეთქვი ყველა დღე ესე იგი თამაშები იყოს რა. რას უწუნებთ ეროვნულ სტადიონს? რა დაგიშავათ იმ ეროვნულ ალბათ დასაგრევად არის უკვე განწირული და იქ კორპუსებს ჩადგამენ ალბათ რა. ბათუმის სტადიონია შესანიშნავი, რა გინათ ამხელა სტადიონი, რატო უნდა აგერ ალმა-ათის ქაირატის სტადიონს რო შევხედე სულთა ის იყო რაღაცა სამარცხინო რაღაცა, რო შევხედე რაღაცა იყო რაღაც საშინელება რა და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არის. გინდათ მაგალითი, რატო ხდება ეს? დინამო სტადიონი 30-40 წლის წინ მე რო დავდიოდი ყალბურთს თამაშობდი, აი სადაც ახლა მაღაზიებია. აი სადაც მაღაზიებია, ყველგან იყო ჭიდაობის, კრივის, წყალბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, აი მთელ ამ წრეზე იყო უფასო ახალგაზრდა დინამოელი ერქვა, იონი დინამოვის. უფასო კაპიქს არ იხდიდა, მშობელი ისე დაყავდა ბავშვები. როგორც კი 90-იან წლებში ყველაფერი დახურეს, ყველა სპორტული დარბაზი, მასე კალინინზე ზევით იყო ესა რა ქვია, კალათბურთის დარბაზი. ბაზარი არის ახლა ბატონო ჩემო. ტექნიკუმი იყო, სპორტული ტექნიკუმი იყო ზევით ჯუღურეთში. მიწასთან არის გასწორებული. არც ერთი დარბაზი არ შერჩა, იმიტომ რომ არ არის მონა კოლონიას არ ჭირდება სპორტი. ბატონო ნიკოლოზ, კოლონიას არ ჭირდება მუსიკოსი, ფორტეპიანოზე მასწავლებელი და ბავშვების ტარება. ეს არის. და შედეგი აგერა გვაქვს, ბაო, აგერა გვაქვს. არა, მე ერთი რამეა. თქვენ დინამო სტადიონი ახსენეთ, შესანიშნავი უნიკალური ბაზა ქონდა, იუდეს ბაზა, ნორჩი დინამოელის, იქვე მუშტაეთის პარკთან. ესე იგი, ადგენენ გადასცეს სტადიონები იყო, 3 სტადიონი იყო. 3 კი არა, 5 და 6 რატო არ იყო იმდენის და ესე იგი იქ უნდათ კორპუსის აშენება. მე მიხვდნენ რომ იქ მეტრო გადიოდა, ჩაიშალა ეს პროექტი, ეხა გავერანებულია იქაურობა. ანუ უნიკალური სტადიონები იყო. ეხლა აი ბავშვები მანუჩარ მაჩაიძე გაიზარდა ნახალოკაში, ბავშვობაში რა ქვია, თამაშობდა ეზოში. დღეს ნახალოკაში ვინ უნდა გაიზარდოს? ერთი მაინტერესებს სტადიონი აღარ არის, ეზოში ბავშვი ვერ ჩაუშვე. ბავშვი იზრდება ეზოში, ბურთის თამაში. ეზო აღარ არსებობს თბილისში, როგორც ასეთი. ეხა ეს რო აკეთებს ფედერაცია ძალიან კარგია ამ რა ქვია, სტადიონებს, მაგრამ არ სტადიონზე ვერ შევა, ვერავინ და ვერ ივარჯიშებს და ვერ ითამაშებს. ეს არის განკუთვნილი იმისათვის, რომ ვინმე თუ არის სექციაზე და იმაზე ეხლა რა შეეხება ეზოში თამაშს. არის გაკეთებული სტადიონები, უცხო ტომელებით არის სავსე. კი ბატონო. და ისინი თამაშობენ და ქართულმა რო უთხრას, მეც მინდა თამაშიო, იტყვიან აი დისკრიმინა. მოგჩეთ იმას საუბარს, რაც საერთოდ შესაძლებელია. ეს სიტუაცია არ ექვემდებარება გამოსწორებას. არა, ეხა იცით ამდენი ხანი რატო დავუთმეთ ამ თემას რა. ბევრი ვერც მიხვდეს. ფეხბურთი არის ჩვენთვის აი კიდევ ერთხელ რელიგიასავით არის, როგორც ბრაზილიელებისთვის.
აი როდესაც დინამო იგებდა თბილისის დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს ის შრომის უნარიანობა იზრდებოდა ფაბრიკებში და სასწაულო 2-3 დღე ხალხი იყო უბედნიერეს ხო და არა 3-ჯერ 4-ჯერ უკვე მეტი პროდუქციას უშვებდა საწარმოოდ რომ ადამიანი ეხლა წარმოგიდგენიათ როგორ განწყობაზე ვიქნებოდი ჩვენ ეს თამაში რომ მოგვიგო და აი მაგიტოა ესენი არიან უჯიგრო ესენი არიან როგორი ხალხი გაძღნენ всё კარგად არიან რა გამძღა საქართველოს კი ადრეც ეგრე იყო მე მაგალითებს გეუბნებით არ მინდა ხა იმ გვარების დასახელება რა ადრეც ეგრე იყვნენ რა აბულიგებდნენ რომელიღაცა ფეხბო მე ძალიან რო არ მენახა ეს შიგნით რა ხდებოდა არც ვიტყოდი რა შიგნით ერთმანეთ არ ვიცი ცით რა არის ეხლა აგერ არის ბურთი და მოედანი აგერ ხედავთ რომ წაგებების მეტი ვერაფერი ვერ ვნახეთ ჩვენ ეხლა ყველა აბრალებს ამწუდეს გასაგებია რომ ეს წვნელი აგერ დაინახეთ სხვაც რომ მოვიდეს იგივე იქნება რა თემურ ქეცბაია ჩემო შესანიშნავი წვნელი იყო მოვიდა კაცი გააქციეს გააგიგეს რა წვრთნელი ვერაფერს ვერ უშვებდის მენტალურად თუ არ შეიცვალა აქ სიტუაცია შენ თუ პირველ ადგილზე არ აყენებ შენ ქვეყანას არაფერი არ გამოგივა როგორ სანამდე კლუბებში არ იყვნენ მაშინ რატო თამაშობდნენ კარგად იმიტომ რომ უნდა მოეძებნათ ნაკრების მეშვეობით დაინტერესებინათ სელექციონერები და თავს იგიჟებდნენ მოეწყდნენ ეხლა ბიჭები ეხლა ფეხებზე არ კიდიათ მიდი მოვდივარ რა და ამათ გონიათ ვალი გვაქვს ამისი თქვენ აგაქვთ ჩვენი ვალი იმ სიხარულისთვის რაც ჩვენ გაჩუქეთ თქვენ და ნუ გვამადლით რაღაცას აქ რო ჩამოდიხარ და თამაშობთ ვალდებულები ხართ აქ რო ითამაშოთ როგორც ჯარისკაცი ვალდებული არის რომ საქართველოს ემსახუროთ თქვენც ვალდებულები ხართ იმიტომ რომ ამ ნაკრებმა მოგცათ ეგ თქვენ ეგ კლუბები თუი მართლა რა სამარცხვინოები არიან რა ესე იგი აი ბოდი დებილი ბავშვები დარბოდნენ იქ აი სტადიონზე რა და მე რაღაცას იტყვი და შენ ხარ ისა მტერი თურმე და ესენი ყოფილა კარგი ისინი რა თუ რაღაცა სადმე აკეთებენ მილიონებს იღებენ კიდე რა სამწუხაროა საქართველოში დინამო რო იყო კაცო იმაზე ოცნებობდა ვოლგა მიეღო ვიღაცას და ნახმარი ბინა და ამათმა ბიჭო ამ ეროვნული ნაკრებით მილიონები იჩოვეს რა მილიონები ნუ რაწყობაც არის ის რაც მოთხოვნა ისა მიწოდება სამწუხაროდ რა თავზე ვიზა არ ვიცი რა იცით რა ყველას აი რაღაცა ერთი რაღაცა ცოტა ადამიანს გულს გადააგაყოლებინებდა რაღაცა ის იქნებოდა ესე ჩასორილია უკვე ყველაფერი ეხლა ბოდიში გვაზეპირებენ ამ ქართულ ფილმს ეხლა აი ადამიანის სახლიდან რომ მოვა რაღაცას ხომ უნდა შეხედოს ეხლა გადის სერიალი იმედზე ისა რა ქვია ეს ცხელი ძაღლი უკვე ალბათ ყველა სიტყვა დაზეპირებული მაქვს ერთი 100ჯერ არის და არ შეიძლება რომ ფილმი გადაიღოთ რამე წესიერი ამ ხელა ბიუჯეტი რო აქვს პირველ არხს რაღაცა ერთი ფილმი გადაიღეთ რაღაცა ამ ბადრი პატარკაციშვილის დროს შეიქმნა დინამო რომელიც ევროპა ლიგაზე ეს სერიალები ყველაფერი ბადრის გადაღებულია კი ბადრის 20 წლისამდელია მინიმუმ და ბადრი რო ცოცხალი ყოფილიყო კიდე 100 სერიალს გადაიღებდა რაღაცა ქართულ ხალხს გული გაუხარეთ თქვენ ნაძირლებო თქვენა რა კაცი რომ მოვა სახში ყალიდან და მოვა საიდანაც ციტრუსის ძროხას მოწველის რაღაცა შრომობს ხელები გადაკოჟრილი აქვს შრომი რაღაცა ხო უნდა ჩართოს ტელევიზორი და უყუროს რაღაცა არა ეს ტინგიცობა რაღაცა გამოდიან ეს ბოდიში და 10ჯერ გათხოვილი ბოზები და უყურებთ იმას მაგათი რამდენჯერ გათხოვდნენ რამდენჯერ გამოტყოვდნენ რა და მე მაინტერესებს ამ ეროვნულ ნაკრებს რომ მილიონი ჩაურიცხეთ ფიზიკოსებს მათემატიკოსებს მეცნიერებს კაცო და რატო? ვინ არიან ეგენი მაინტერესებს რით აღემატება ეხლა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მაგალითად კარგ ფიზიკოს და მათემატიკოს რა გაუკეთებია ერთხელ ბოდიში და გაუვარდათ ყარაულის თოფივი და ეხლა მთელი ცხოვრება ამათ უნდა ვაგოთ აი საშინელება არის რა და ეს არის პროვინციალიზმის უდიდესი გამოვლინება რა მე ვფიქრობ ეგ პროექტი უნდა შეწყდეს ეროვნული ნაკრებისთვის სტადიონის აშენება აქვს სტადიონი რა და ითამაშონ იმ სტადიონზე. მე მინდა რომ სხვა თემებზეც გადავიდეთ. დღეს მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის გაუქმებასთან დაკავშირებით, ანუ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს აღარ ექნებათ უფლება, რომ გამოვიდნენ სხვადასხვა სუბიექტების რიგებში შეიძლება სხვა სახელი დაერქვას და სხვა სახელით იასპარეზონ სხვა სახელით გამოვიდნენ პოლიტიკურ ველზე სხვადასხვა მაგალითად არჩევნებში ეს მუნიციპალური იქნება თუ ასპარეზობა ისევ ამ ფეხბურთის გავლენის ქვეშ ისე მომიშალეს ნერვები არ ვიცი რა ამას რა დამავიწყებს არ ვიცი ხო და ანუ
ეს ერთის მხრივ არის ძალიან დადებითი გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ თუ არ შევქმნით ისეთი პოლიტიკური ალტერნატიული ძალები საპირწონე ნაცმოძრაობისა, მარტო ქართული ოცნება ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში იქნება, ერთი რო იყოს პოლიტიკური. უნდა მივცეთ ასპარეზი სხვა ძალებსაც, რომ დაიკავოს აი ამ სიცარიელეში ადგილი. შვიტოვა მესტა პუსტა ნიბიოაეტო ნათქვამია და ბიჭო, სხვებიც ხო უნდა გამოჩნდნენ იგივე რაღაცა ოპოზიციური ძალები. ძალიან კარგია მივესალმები ამას, მაგრამ ეროვნულ პატრიოტულ ძალებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ შემოვიდნენ პოლიტიკულ ველზე. იმიტომ რომ მარტო ერთი ძალა ვერაფერს ვერ იზამს, იმიტომ რომ ჯანსაღი კონკურენცია თუ არ იქნება. იბატონო, ეს გავაუქმეთ, მოვიცილეთ, ხო? სხვებსაც ხო უნდა მიეცეს გაიხსნას მედია სივრცეები, გაიხსნას აი ამ მიმართულებით მე მგონი რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ დღეს მოითხოვს პოლიტიკური ველი გაჯანსაღების და გარკვეული განახლების პროცესი. ბატონ ნიკოლოს, მოდი დავიწყოთ იმ განაცხადებით, რაც მიღებული აქვს ხელისუფლებას და გამოვთქვათ იმედი, რომ ეს არ გაჩერდება შუაგზაში, ეს არ იქნება ასე ვთქვათ, კამპანიური ხასიათი არ მიეცემა და ამ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე და არ აღმოჩნდება ის, რომ მე დასავლეთითიც დაგვიქნევს და რაღაცა შუაგზაზე შეჩერდება ეს პროცესი, რომელიც ძალიან ცუდ შედეგს გამოიწვევს და უკუ რეაქციას გამოიწვევს მოსახლეობაში, იმიტომ რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაწყებულია, მაგალითად როგორც არის ეგრეთ წოდებული აგენტების კანონი, ის უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი და უნდა ყველას და ყველაფერს დაერქვას სახელი. ეხლა რაც შეეხება ალტერნატიული ძალების შექმნას და ალტერნატიული ცენტრების შექმნას, ალბათ ამის დრო დადგება, იმიტომ რომ მარტო დარჩენილი ქართული ოცნება საკმაოდ დასუსტდება. ხო, სპორტზე ვქონდა დღეს საუბარი, ნახევარსაათი ამ თემაზე ვისაუბრეთ და როდესაც დიდი სპორტსმენი, რაც დიდი სპორტსმენი იყოს, ის რჩება სპარინგ პარტნიორის გარეშე, მისი ყურადღება, მისი სპორტული მომზადება, მისი ფიზიკური მდგომარეობა, შემთხვევაში ჯანმრთელობაც უკვე დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ რომ მას ინტერესი არ აქვს განვითარდეს, ინტერესი არ აქვს უფრო გაიზარდოს, რაღაცა ცვლილებები შეიტანოს და ეს გამოიწვევს მარტო დარჩენილი ქართული ოცნება, მიუხედავად ისა, რამდენი პატარა სატელიტები ეყოლება, ვითომ ოპოზიციონერი, ვითომ პრორუსული, ვითომ არა, ეს არ გამოვა, მეგობრებო, საჭირო არის რეალური პოლიტიკური ძალის გამოჩენა, რომელიც შევა კონკურენციაში ქართულ ოცნებასთან. მე არ ვძახი, რომ სამწრო საიცოცხლო ბრძოლა ექნებათ, მაგრამ ქართულმა ოცნებამ უნდა დაინახოს, რომ გაჩნდა ძალა და ეს მათ ინტერესებშია. თვითონ კი არ უნდა შექმნას, არის ლაპარაკი, რომ აი ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ჩვენ შექმნით ისეთ ოპოზიციას, რომელიც გვეყოლება პარლამენტში. არა, ხელოვნურად შექმნილი ოპოზიცია ასევე ხელოვნურად დაიშლება და ისევე მარტო დარჩებია, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი დღეს იმის გარდა, რომ საქართველოს შეიქმნას ალტერნატიული ძალა და პირდაპირ თქვათ რა, ეს ალტერნატიული ძალა უკვე პროდასავლური ვერც ერთი გაგებით ვეღარ იქნება. იმიტომ რომ პროდასავლურობამ თავისი, ასე ვთქვათ, თავი უკვე მოჭამა თუ მოიყეჭა თუ როგორც არის, არ მნიშვნელობა აქვს სიტყვას რას გამოვიყენებთ, დასრულებული, ანუ ეს დასავლური კურსი უნდა ნელ-ნელა ჩავაბაროთ ისტორიას და მე არც იმას ვამბობ, რომ პრორუსული რა, რას ქვია პრორუსული? პრორუსული კი არა, ისეთი პარტიები უნდა იყოს, უნდა შეიქმნას და შეიქმნება, რომელიც იხელმძღვანელებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან და რაც თავარია ამ პარტიებში უნდა იყოს პატიოსანი ხალხი, რომელსაც აი ფეხბურთელებთან განსხვავებით თუ მასთან ერთად არ ვიცი, მე მჯერა რომ მათ უყვართ საქართველო, მაგრამ აი ეს თავისი ფიზიკური მდგომარეობა, რომელიც უნდა მოახმარონ იმ კლუბებს, ნუ აქ პრიორიტეტი ადამიანურად და სამწუხაროდ ესეა და ამ პარტიებმაც უნდა შეძლოს ის, რომ თავისი ქვეყნის ინტერესები დააყენოს საკუთარ ინტერესებზე ზევით. სამწუხაროდ ეს ბოლო აი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის შემდეგ, რომელიც გვეგონა დამოუკიდებლობები იქნებით და აღმოჩნდით, ასე ვთქვათ, კოლონიურ მდგომარეობაში, აი ეს განცდა დაიკარგა. ეს განცდა დაიკარგა ყველაფერში. აი მე ახალ წელს და აღდგომაზე ვწერ ხოლმე, რომ გრუზია ფილმს რო არ გადაეღო მეთქი, ეს შედევრები ქართველი ხალხს რას აჩვენებდით თქო? თან უფრო უბედურება ესაა, რომ რუსული ტიტრებით არის. აი ქართული დამწვარია, მე როგორც ვიცი, ის საცავი დაიწვა და კიდე კაი
რუსეთის კინემატოგრაფიას შენახული ქონდა ყველა საბჭოთა კავშირის დროს გადაღებული ქართული ფილმი და ასლები გამოგვიგზავნეს. პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში საქართველოს ნებისმიერ სპეციალისტს მომღერალი გარბის უცხოეთში გასტროლებზე, სპორტსმენი გარბის უცხოეთში, მეცნიერი გარბის უცხოეთში, იმიტომ რომ ბაზარი არ არის. ფილარმონია რამდენი ხანია ანთებული ვინმეს გინახავთ ბატონებო? ამხელა ვებერთელა შენობა დგას და ჩაბნელებულია, კი კონცერტი არ არის. კინოში ბავშვები ვერ დადიან. ერთი წასვლა 20-30 ლარი. ანუ ყველაფერი საბოლოო ჯამში მივდივართ ფინანსურ საკითხად რა. მთელი ჩემი ახალგაზრდობა იყო აუცილებელი ოპერაში გვაძლევდნენ აბონემენტებს, რომ ოპერაში წასულიყო და ბავშვებს თვეში ერთხელ გვენახა მაგნატ უნდა იყოს თუ სხვა ესეთი სადაც ბავშვის მიყვანა შეიძლებოდა ხო სკოლის მოსავლის ჩვენ ნიკოლოზ ნახევარი წუთიც ჩვენ დავკარგეთ სახელმწიფოებრიობის განცდა ის განცდა რომელიც 60-იან 80-იან წლებში ქართველი კაცი ამაყობდა თავისი წარმატებებით და ნებისმიერი დიდი გამარჯვება იმიტომ რომ ჩვენ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით სადაც მოგვეცა საშუალება ჩვენი ნიჭის გამოვლინების. მოგვეცა საშუალება უფასო სკოლების, უფასო სპორტი, უფასო პიონერთა სასახლეში, უფასო წრეები იყო და რამდენი დიდი მეცნიერი გამოვიდა იმ ფიზიკის წრიდან, ქიმიის წრიდან, მათემატიკის წრიდან, იმდენი სიხარული მე. კი ბატონო, ეხა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა კიდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით მე მინდა ჩვენოთ ეს ყველაფერი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა. მასში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების საჭიროებებზე იმსჯელეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის თქმით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 21 მილიარდი ევროს რაოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფენ. რამშტაინის ფორმატი ამერიკის ინიციატივით 2022 წლის აპრილში დაფუძნდა, 2025 წლის თებერვლიდან კი მას გაერთიანებული სამეფო და გერმანია უწევს კოორდინაციას. ერთი წამით. ეხლა უყურეთ თქვენ რა ხდება. ხვალ გვექნება კიდე ამ თემაზე საუბარი და ამ ნატოსთან მისწრაფებებზე რამშტაინის ფორმატი, რომელიც უკრაინის საკონტაქტო ჯგუფია ყოფილა ეს და უკრაინის დახმარებისთვის არის შექმნილი ეს ყველაფერი. მე ერთი რამე მაინტერესებს, იცით? რატო ვეთამაშებით ცეცხლს? ჩვენ ნატოს ძახილმა დაგვაკარგინა აფხაზეთი და ცხინვარი. მე იცით რა განცდა მეუფლება, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ჩვენ შევარდნაძის ლეკვები სამწუხაროდ არის ქართულ პოლიტელიტაში. შევარდნაძე იყო ავტორი იდეისა ლავირების, რომ ჩვენ, ესე იგი, იმ დასავლეთთანაც უნდა კაი ურთიერთობა გქონდეს და ამ რუსეთთანაც. როდესაც ქვეყანა 3 მილიონიც აღარ არის დარჩენილი. როდესაც ტერიტორიები აქვს დასაბრუნებული და ეს დამოკიდებულია რუსეთზე, შენ რუსეთს ესე იგი ბოდიში და აშანტაჟებ და რაღაცა ფლირტს ეწევი დასავლეთთან იმის გამო, რომ ესე იგი რუსეთი ამით მერე რაღაცა დაშან. ეხლა ეს რო ნახა პუტინმა ისე შეეშინდა ეს რამშტაინის ფორმატი და განსაკუთრებით აი ალბათ საქართველოსთან იგრძნოს საფრთხე და ეხლა შეიძლება მოიწვიოს მან დიდი შეკრება კრემლში და გადაწყებულია ხა მოგწერეს ესე იგი შეიკრიბება იქ უშიშროების სტომა და იმჟელებენ რომ არ ღირს საქართველოსთან ხუმრობა მოდი დავბრუნოთ აფხაზეთ და ცხინვალი დავაბრუნოთ არ არის აზრი არ აქვს ეს ქვეყანა და სოჩა ხო არა სოჩასაც არის ლაპარაკი რომ დააბრუნებენ და ასევე არის საუბარი იმაზე რომ პირიქით კიდე ქართული ბაზები განთავსდება ტატარსტანის, ინგუშეთის და იმის, რა ქვია, ტერიტორიებზე. ესეთი გადაწყვეტილებაც განიხილება. ეს ჩვენ წყალქვეშა ნავები რო გვაქვს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ისიც წყალქვეშა ნავები ამოქმედება ფოთში და ბათუმში და
აი ჩვენ შავი ზღვის აკვატორიაში რო არის ჩვენი წყალქვეშა ის ჩვენი ატომური შეერაღებაც უკვე გადაინაცვლებს რუსეთისკენ და იცით ყველაზე საშიში რა ყოფილა აღმოსავლეთ სარდლობა საქართველოს თავდას აღმოსავლეთ სარდლობის გაძლიერება ისინი კიდე რა ქვია ის ავია მზიდები რო ყავს კიდე ისიც თურმე შეიძლება უკვე განთავსდეს რუსეთის ტერიტორიაზე აი ეხლა ბოდიში და ეხლა ხუმრობა იქით იყოს და ბოდიში და იმის იმ ფილმის არის საღალაბუცოთა გაქვთ საქმე თქვი გაჭირვებულებო საღალა იმისი არის ყოს არ ვიცი ეხლა ეს ნაცრის ქექვა და რევოლუციაზე ფიქრი გასაგებია რომ გვიყვარს ჩვენ ამ აგერ არის ჰიტლერი და აგერა ვარ მეო იმ ფილმში არის ყოს და ბიჭო მოდი რა ცოტა დავეშვათ რა მე აი ძალიან მომეწონა ამას ხშირად გავიმეღურებ ამ განცხადებას ბატონი გიორგი გოგა ხაინდრავას განცხადებას ეხლა ხშირად მე არ ვეთანხმები სხვათა შორის ამ კაცს, მაგრამ აბსოლუტურად ვეთანხმები აი ამ საკითხში, რომელზეც თქვენ ამ განცხადებას მოისმენთ. უნდა ამოვიღოთ ეს სამარცხვინო მუხლი ორი, რომ მივდივართ ევროკავშირში და ნატოში. არანაირ ევროკავშირში და ნატოში ჩვენ არ მივდივართ და ეგ არაფერი არ გვესაქმება. ამ გახცნილ, დაშლილ, გაუბედურებულ, შენ წარმოიდგინე მაგათი ხელმძღვანელები ვინ არიან, ხო? 100%-ით ვეთანხმები ბატონ გოგას და ამას სხვათა შორის ხშირად გამოვიყენებ ისა. ბიჭო, თუ ჩანაწერიდან უნდა ამოვიღოთ ეს, რა ქვია, ჩანაწერი 78 მუხლიდან ამ ევროკავშირში და ნატოს მისწრაფებისაკენ. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს გახწნილი და ბოდიში და საშინელება ეს ნატო და ევროკავშირი. და ბატონი გოგა არის ქართული ოცნების ერთ-ერთი პროპაგანდისტი, რომელიც ხშირად გამოდის და არის მხარდამჭერი ქართულ ვეთანხმებ, აბსოლუტურად სწორი თქვა ამ კაცმა. ჯო მაშინ რა გვინდა ამ რამშტაინის ფორმატში, რა სიკვდილი და რა უბედურება გვინდა, ვერ გავიგე. შე თუ ტერიტორიების დაბრუნება გინდა, შე თუ რუსეთთან დალაგება გინდა ურთიერთობის, ვერ გავიგე. ამ ნატოს ზახილმა დააღუპა ეს ქვეყანა და კიდე ნატოსკენ ვიქაჩებით, კაცო, თან არც არავინ მიგვიღებს ამ ნატოში. ხო ვიცით ესეც არა? რა გინდა იმ რამშტაინის იმაზე ფორმატში რა? ეგდნონ ისინი რა ეს პრიბალტიკელები და იყვნენ იქა და რამდენი თვე შეიკრიბონ რა. არა რატო უნდა ბოდიში და ყვერებში მახათი რატო უნდა გაიყარო ვერ ხვდები ბოდიში თქვენთან რა რატო უნდა გაიყაროთ ერთ ადგილას ეგ არა არ ვიცი აი რატო ვერ ხვდები კარგად მიდის ყველაფერი თითქოს ასეთი განცხადებები კეთება იქიდან კეთდება საპასუხო განცხადებები ერთადერთი რუსეთს რაზეც აი ბოდიში და თვალზე ბინდი ეკრობა და საერთოდ ხდება უკვე სხვაგვარი ნატოს რო უხსენებ რა მის საზღვრებთან განსაკუთრებით უკვე რუსეთი სხვაგვარი ხდება შენს მიმართ ამ ნატომ დაგვაკარგინა ჩვენ აფხაზეთი და ცხინვალი და კიდე ნატო გვიდა მელას თავისი მახშობელა უყარდაო ისი არის რა რატო ვერ ხვდები აქ ბატონო ნიკოლოზ აქ სხვა რამეზეა საუბარი არ ვიცი რა სხვა რამეზეა არა ჩვენ ძალიან კარგია საიდანაც დავიწყეთ საუბარი რომ უნდა აიგზალოს ნაციონალური მოძრაობა და უნდა მოხდეს იმ ლიდერების მე ამავდროულად უკვე 13 წელი გავიდა და არაერთხელ შემოძახეს შეუთვალეს ოცნების ლიდერებს რომ ოცნებაში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია ალბათ რომ არის ძალები რომლებიც ცდილობენ აი ეს ერთწოდებული პრონატოური კურსი გაატარონ, თორე წარმოუდგენელი აი რას გაძლევს შენ დღით რამშტაინს ჩასვლა, ჯარი შენ არ აკავს, ფული შენ არ აქვს, არაფერს შენ იქ არ წყვეთ, ერთადერთი, მაგრამ ნახეთ რა სიტუაცია, ის ვინც შენ იქ დაგპატიჟა, იმან აპრიორში იცის, რომ შენ პრობლემას გიქნის, მაო, მას უნდა შენ პრობლემა შეგიქმნას და მას უნდა რომ ისევ რუსეთი იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს რა მდგომარეობაში იყო დაახლოებით 5, 6, 7, 8, 10 წლის წინ. მათთვის მეგობრებო, დასავლეთისთვის სიკვდილის ტოლფასია რეგიონში საქართველოს და რუსეთის დაახლოება. ბევრი მიზეზის გამო, როგორც კი მოხდება საქართველოში, რუსეთის და საქართველოს დაახლოება, მერწმუნდეთ რეგიონი სამხრეთ კავკასია გახდება სტაბილური და ყველასთვის მიმზიდველი. აი სწორედ ამაში არის, რომ ქართველებს ახლა სატრაბახოთ არ მიყვარს მე ესეთი რაღაც განდიდება, რომ ჩვენ ვართ ყველაზე უკეთესები, ჩემთვის მიუღებელია და ხშირ შემთხვევაში ამას ძალიან ცუდ ტონად ვთვლი, მაგრამ
ჩვენ და რუსებს გაცილებით სხვა მენტალური ურთიერთობა გვაქვს, სხვა ქიმიაა და სხვა ურთიერთობაა ჩვენ შორის, რომელიც ძალიან ბევრ რამეს შეცვლის ამიერკავკასიაში და საბოლოოდ აი ეს პრობლემები, რომელიც არის უკვე მრავალი ათეული წელია, ეს დაალაგდება. საქართველოს ყველა ძირითადი ცენტრალური head office-ებს რო ეძახიან ახლა, იყო საქართველოში. ამიერკავკასიის სამხედრო штаბი, რკინიგზა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, საქართველოს იყო ცენტრი ამიერკავკასიის, რომელიც ჩვენ ძალიან დიდი წარმატებით საკუთარი ხელით მოვანგრიეთ და ქვეყანა დავტოვეთ პრაქტიკულად ფარღალალა ტერიტორიად, რომელსაც საზღვარი არა გვაქვს, დემარკაცია არც არა გვაქვს თურქეთის გარდა, იმიტომ რომ თურქეთი არის, სადაც საბჭოთა კავშირის დროდან მოდიოდა. მიშა ჩვენ რატომღაც იცით რუსები არიან როგორი ხალხი იცი რუსეთი შენ ერთხელ გეტყვის და თუ გაიგებ და მე უკვე სხვა მეთოდებით იწყებენ ისინი შენ წინააღმდეგ მოქმედებას ჩვენ რატომღაც დაგვავიწყა და მედვედევის ცნობილი განცხადება და მე შევახსენებ აი ამ განცხადებას რაზე მაქვს საუბარი არ სჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ის ახსენებს მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც მისივე თქმით დასავლეთმა გამოიყენა. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თქვა ისიც, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების იდეა ჯერ კიდევ აქტუალურია. მედვედევის ამ ინტერვიუს მალევე გამოეხმაურა ცხინვალის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელობა, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ მათი დიდი სურვილია რუსეთ-ბელარუსის კავშირს მიუერთდნენ. დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება. როგორც ჩანს იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენ საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან გაეროს წესდების სულისკვეთებით პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია განხორციელდეს თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს. 15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები. ეს არარაობა აღმოჩნდა დასავლეთისთვის იდეალური ხელთათმანი, რომლითაც არ დატოვეს საკუთარი თითის ანაბეჭდები და დარჩნენ დაუსჯელები. მეტი რა უნდა თქვას ახლა ამ ადამიანმა რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირმა, რომელიც პრეზიდენტიც იყო ადრე გახსოვთ რუსეთისა და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა აღიარება ცხინვალის ოხუმის, გაანებეთ ამ რუსოფობიულ განცხადებებს. გაანებეთ ამ ნატოს ძახილს, რომ გეუნება ადამიანი. ერთხელ გითხრეს, ორჯერ გითხრეს. მესამეჯერ უკვე ცხინვალისა და სოხუმის მიერთების საკითხი კვლავ პოპულარული არისო და მიერთებენ ამას. და მე გამოხვალთ და იტყვით, რომ აი ხო ვიძახთით, რომ რუსები ვიყოფილა. ბიჭო, აი ეს უნდა თამათ გესმით თქვან, რომ აი ხო ვიძახთით, რომ რუსები იყვნენ ესეთები და მე ჩვენსკენ მოიშვერენ ხეს. აი თქვენ არ იყავით რუსეთი წამით. თქვენ არ იყავით, რომ რუსებზე ლაპარაკობდით დადებითათო. აი ზუსტათაც ეგ რო არ მოხდეს, იმიტომ არის თავს ვიკლავ და ვლაპარაკობთ ამის შესახებ ყოველდღიურად, რომ გადადგით ნაბიჯი მოლაპარაკებისაკენ, მიდით დაელაპარაკეთ ამ რუსებს, მაგრამ თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ შეტენოთ ეს ცხინვალი და სოხუმი იმას, რა ქვია რუსეთს. გეუნება კაცი ჩამოდი დავილაპარაკოთ, გაანებე ამ ნატოს ზახილს და ამ რუსოფობიულ განცხადებებს. მეტი რა უნდა გითხრას? საქართველოში დღეს იმაზე მეტი რუსოფობიული განწყობებია, ვიდრე მაგალითად ბალტიისპირა ქვეყნებში. ბალტიისპირა ქვეყნებში არავინ არ უვარდება იმაში, რა ქვია, სასტუმროში, არავინ არ უვარდება ადამიანებს ესე ღიად. იქ ესეთი განწყობები არ არის, როგორიც ჩვენთან არის. ჩვენთან გაცილებით მძაფრი რუსოფობიული განწყობებია. და ხო უნდა მივხვდეთ კაცო, რომ ასე კიდევ ახალ ტერიტორიებს დავკარგავთ. ეს ცხინვალი და სოხუმი ხომ მიერთებული იქნება და გამოიხედეთ რომელი რეგიონები გვაქვს ჩვენ, სადაც ეთნიკურად ქართველები არიან ძალიან ცოტანი. ადგება ეს კაცი პუტინი და რას იზამს იცით? მწვანე შუქს აუნთებს ჩვენ მეზობლებს და ერთსაც მოიმადლიერებს და მეორესაც.
утешительный приз армянам и азербайджанцам. Აი ეს იქნება. და ესე იხტუნავებთ მერე და მერე გამოდით და ილაპარაკეთ. არ ვიცი, აი მე სიმართლე რო გითხრათ. გული ხელით მიკავია ზოგჯერ აი ამ ყველაფერს რო უყურებ და რო უისმენ რა. ბიჭო, თან გამოდიხარ და იძახი რომ ეს ნატოს აგინებ, თან ევროკავშირს აგინებ, ამ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა ფინეთისა და ეუთოსი და ამბობ რომ ეს ხალი არ მივიღებ ამას და თან კიდე ნატოსკენ მივდივარ. ეხლა ვიღაცა იტყვის ეს შეთანხმებულია კაცო რუსებთან მიდით უბრალოდ ის არის რა ქვია შიდა მოხმარებისთვის. არ ვიცი, მე რაღაც ცოტა სხვა ინფორმაციები მაქვს. მე სიმართლე რო გითხრა, მე ბევრი ინფორმაციებს ვფლობ. და მე მაქვს ალტერნატიული წყარო ინფორმაციებისაც, სადაც ვიღებ, რომ არ არის თლათმასეს ეგ საქმე. არ არის. და კიდე არ განმეორდეს ის წითელ ხიდთან რიგები. აი ეს მე მეშინი ამის. შიში ფაქტორი და საფუძველი არსებობს იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ ისტორიამ ჩვენ გვაჩვენა ის რომ ჩვენ წლების მანძილზე, ათწლეულის მანძილზე არასწორად ვიქცეოდით. ის რომ რუსეთი არ შეიმჩნევს და არ დაიწყებს ლაპარაკს, არ დაიწყებს ჩხუბს, მან დიდი ხანია უკვე ჩვენთან იჩხუბა, ბევრჯერ გაგვაფრთხილა. არც აფხაზეთი და არც ცხინვალი არ არის თვითმიზანი შეერთების და რო არა სააკაშვილის პროვოკაცია არც აღიარება არ იქნებოდა და კიდე ის არ იქნებოდა რაც შესთავაზეს სააკაშვილს. მე მგონი ვიცით რომ მოკლედ უნდა გადამდგარიყო სააკაშვილი და მან ჯობია აღიაროთო, ვიდრე მე გადავდგეო. ნუ გამომდინარე აქედან ჩვენი მთავარი ამოცანა და საქართველოს მოსახლეობის მთავარი ამოცანა არის რომ საქართველო უნდა გაერთიანდეს. გაერთიანების რამდენიმე გზა არსებობს, რამდენიმე საშუალება არსებობს და ყველა ეს გზა და საშუალება გადის რუსეთზე. არც ერთი მათგანი 1% არ გადის დასავლეთზე, რომელიც პირიქით მოწადინებულია რომ ნებისმიერი ჩვენი დიალოგი რუსეთთან იყოს ჩაშლილი, ნებისმიერი დიალოგი ჩაშლილი იყოს ცხინვალთან და სოხუმთან. ისევე როგორც დაანგრია ერგნეთის ბაზრობა სააკაშვილმა, იმიტომ რომ ხდებოდა აი ამ ჭრილობის მოშუშება. ისევე როგორც მარულა ვითამაშეთ 98-16 წელი იყო არ მახსოვს, როდესაც ტოლულები დაბრუნებული იყვნენ და 26 მაისს გადავედით და გალის აღება მოვიდომეთ და გამოგვიყარეს ჩვენი თანამემამულეები მამასისხლად დაბრუნებულები იქ. საქართველოში ჩვენთვის თავარი არის რომ ეს დავამთავროთ და თქვენ სწორად ბრძანეთ დონალ ნიკოლოს მე რჩება ხანდახან შთაბეჭდილება რომ არც ერთ ხელისუფლებას არც ცხინვალი და არც აფხაზეთი არ უნდა. ანუ თავის ტკივილია მათთვის საკმარისია ქუთაისი თბილისი კონდეთ აი ეს მაპატიეთ გრანტები რომელიც მოდიოდა წლების მანძილზე ეს კარგად გამოიყენონ და იმის იქით რა ისეთ რა დაბრუნება სჭირდება ნიჭი, დაბრუნება სჭირდება შრომა, დაბრუნება სჭირდება აი არნახული პროფესიონალიზმი. რო დაიბრუნებ იმას შენ ჭირდება მე ვინ დაელაპარაკებ მოდი ახლა ვთქვა ცხინვალს ვინც დაელაპარაკებ აი დავჯექით სალაპარაკო ცხინვალთან ვის აგზავნი აქიდან აი მითხარით ან ჩი ზურა ჯაფარიძე ხო არა ხო ნუ რა თქმა უნდა იაგო ხვიჩია გირჩი ზურა ჯაფარიძე და კიდევ ვიღა მაგრამ რეალურად ვთქვა მოსკოვში არა იაგო მოაგვარებს მოსკოვში ვინ ჩადის იაგო მოაგვარებს თავისი პატრიარქი რო ყავს კელი დეგნანი ხო თქვა ჩემი პატრიარქი არის კელი დეგნანი იმასთან ერთად ჩავა ჩვენ პრობლემა გარდა იმისა რომ გადაწყვეტილებისა ჩვენ საკადრო პრობლემა გვაქვს იმიტომ კი არ ვამბობ რომ ვიღაცებზე უკეთესია თქვენ ხო რუსები მე კარგად ვიცი რუსი ბევრი ქართველისგან არ მოისმენს იმას რასაც მოისმენს სხვა ქართველისგან ანუ მისი ხასიათიდან გამომდინარე მას რო დაუჟდეს კაცი რომელიც გუშინ ნატოში გარბოდა და ევროკავშირში უნდა და რუსეთს სიტყვა ოკუპანტი ეგრეთ წოდებული ოკუპანტი შე როგორც ეგრეთ წოდებულს ახსენებ ხო მესმის რომ არ ვაღიარებ და მართალი ხარ მაგრამ დე ფაქტო ეს ქვეყნები ეს ორი ტერიტორია უბრალოდ არ არის შენი ძმაო ცხვირი ვერ შეგიყვია იქ და უარეს დღეში ჩაგვაგდებენ ჩვენ უარეს დღეში ჩაგვაგდებენ იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო მოცდის ვადა 1 წელი 2 წელი 10 წელი 20 წელი გავა რაღაცა პერიოდი და მე მექანიზმი შეიქმნება აუცილებლად აი ხომ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე არა მაქვს საუბარი მაგრამ მსგავსი მექანიზმი შეიქმნება 22 წელს
4 რესპუბლიკამ შექმნა საბჭოთა ბელორუსს რატო ახსენებენ ასე ხშირად და ჩვენ რატო გვიყვარს ბელორუსი და იქაური ხელისუფლება და იქაური ის ქვეყანა. იმიტომ რომ ეს არის მოდელი, როგორ შეიძლება შენ ქვეყანას მოუარო და ჩვენ არაერთხელ ჩვენმა პარტიამ და ჩვენ ერთად მივნებებში ჩავდიოდით, დავაყენეთ საკითხი, მოდი ბელორუსში შევხვდეთ. მოდი მინსკში ჩავიყვანოთ ჩვენი ოსი და ჩვენი აფხაზი ძმები. იქ დავждეთ, სადაც ყველა დაცული იქნება, რუსი დაცული იქნება, აფხაზი ოსის და ქართველის. არა, ოღონდ ბელორუსიზაცია. ბაბატი ედახა არ მინდა ეს სიტყვა თქვა რა, ბელორუსიზაციამდე გვაკლია 20 წელი. ერთი წამით რამშტაინის ბაზაზე, რამშტაინის ფორმატში შეკრებილ აი თავდაცვის მინისტრებს მინდა გამამახვილო ყურადღება. აი თქვენ რითი აპირებთ რომ რუსეთი დაამარცხოთ? აი ესეთი მიდგომებით, აი ასე რომ იყავთ იქ ჯარში ადამიანები, ამ ასე აპირებთ დამარცხებას? Ребята, блин, утро, человек идет на работу, блядь. Открывается бусик, грузят силой, смотрите. Грузят силой человека, блядь. Где работаешь? Работаешь где, скажи? Где работаешь? Работаешь где? Фамилия как? Марченко Руслан Юрьевич. Марченко Руслан Юрьевич. Ребята скрутили его насильно, блядь. Насильно. Документы не проверили. Он говорит, я это видела все. Они его крутили насильно, блин. Это жесть. Отпустите человека, блин. Отпустите человека, блин. Он женщину толкает. А ну отпусти, блин. Человек шел на работу, блин. Отпустите человека. Отпустите, блядь. Это капец просто. Это жесть. Боже, это какая-то жесть. ამათ უნდათ აი ახლა აი ასე ნაძალადევად, როდესაც ადამიანები არ მიდიან, აი ესე ნაძალადევად წაყვანილი ხალხით, ახალგაზრდებით მოუგონ ომი იმას რუსეთს. იმ რამშტაინის ფორმატში შეკრებილი ხალხი აი ამას ვჯელობს, რომ ცოცხალი ძალა აღარ აყავდა ხალხი როგორ მიყავთ. ეხლა აი ამან რა უნდა იომოს, აი ესე რომ წაიყვანენ ძალით. აი სასწაული არის ბატონო. ბალნიკოლოს, აი კიდე რამდენჯერ შეგვიძლია ჩვენ და რამდენი შეიძლება ვისაუბროთ იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე, რასაც აი ახლა ჩვენ ვხედავთ, ხო? რაც თქვენ ნახეთ, რაც მე მაქვს ნანახი, რამ მდგომარეობაში ვართ, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთისთვის აბსოლუტურად სულ ერთი არის აქ რა მოხდება. ეს ჩვენ კარგად დავინახეთ, ხო? მათთვის სულ ერთი არის აი რამშტაინის დაუბრუნდათ ისევ რა. ალოგიკური, აბსოლუტურად არაფრის მომცემი შეხვედრა, სადაც ჩვენ პრობლემის გარდა არაფერს არ ვიღებთ. რა უნდა გავაკეთოთ, ხო? უკრაინას ჩვენთან ურთიერთობა არ უნდა გადავყევით უკრაინელ ტოლულებს და მაპატია გვაგინეს გვაფურთხეს და ბოლო პერიოდში რაღაც 1-2 მადლობა თქვეს და რაც ყველაზე მთავარია ის რისი გაკეთებას უნდა რუსეთისთვის ავტომატურად მოუტრალდა თუკა გამოფიტვაზე გადავიდნენ, ხო? რუსეთის გამოფიტვა უნდათ სამხედრო და პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. აბსოლუტურად უკან მიიღეს, ასე ვთქვათ, ბუმერანგის პრინციპით დაიწყო გამოფიტვა დასავლეთის ქვეყნების, დასავლეთის ეკონომიკის. და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ გერმანიაში არის 1% თუ 5%-ის და ბრიტანეთში არის საშინელი მდგომარეობა. ყველაზე დაბალ ნიშნულზე არის ბალნიკოლოს ბრიტანეთში ხელისუფლების რეიტინგი. 16, 17, 20%-ს ვერცეთი ვერ ასწენ. ანუ სრული კოლაფსი აქვს. თავზე ეგრევა და ამიტომ არიან ესე გამწარებულები, რომ როგორმე რუსეთი დროზე მოახჩონ, რომ შევარდნენ ისევ და ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვითხრით და კიდევ ბევრჯერ ვიტყვით. რა შეჭირდებათ რუსეთი? ეს ჭირდება ტერიტორია, რომელიც უნდა გაძარცვონ და ამ დაძარცვაზე ამოიღონ თავისი სიკეთე და რომელსაც მიჩვეულები არიან და ჩვენ აი ჭანჭიკი ვართ და იმიტომ ვართ იმ რამშტაინში. რა გვინდა დაახლოებით როგორი სიტუაცია ახლა მე რომ მიმიწვიონ სოფლიო ბანკირების შეხვედრაზე. აი რა მინდა რა წარმოდგენა არ მაქვს რაც ფულის რომელ ჯარზეა ლაპარაკი ჯარში პრობლემებია ნო მე ვიცი რასაც ვამბობ და თქვენც იცით და მე გეთახვები თქვენ იმაშიც რომ რუსეთშიც არ არის ესე ერთმნიშვნელოვნად რომ ყველა კმაყოფილია საქართველოს არ არის ესე სამწუხაროდ ნატოზე რომ ამ განცხადებებს გააკეთება როგორ იქნება
ხო და კიდე უარეს რაღაცეები შეიძლება მოხდეს. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება ეხლა. 28 წლამდე ძალიან დღევანდელი დღიდან 28 წლამდე ეს არის მთელი საუკუნე პოლიტიკურად, შეიძლება 2 საუკუნე. ისეთი პროცესები მიდის და ახლა ჩვენ თუ არ მივხედეთ ამ სიტუაციას და არ გავაანალიზეთ და ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები, ჩვენ მადლობას ვერ უთხარით წესიერად, თქვენ გახსოვთ ფრენები რო აღდგა. კაც ვაი გველოდა პუტინის 5 თუ 6 თვე და მე თქვა რომ რა დაგემართათო. ნუ თუ ერთი კაცი არ გამოდგაო, რომ ჩამოსულიყო და ადამიანური მადლობა ეთქვაო. ზაღლის ხმა გამოვიბე ბოდიში ამ გამოთქვაზე. ჩვენ დავბრუნდით მოსკოვიდან. რომ არიქა ვინმე ჩავიდეს, ვინმე ვიცე-პრემიერი მაინც ჩავიდეს, ამ პრემიერზე აღარ მქონდა ლაპარაკი. ხან ხუმრობით, ხან ისე, ხან სერიოზულად. არა, თქვენც არ მომიგეთ. ერთი მადლობა არ უთხრეს. გეგონება ვალდებული იყო, იქი დაადეს ვალი, რომ ახლა აღადგინეო კაცო, ახლა მე რა შუაში ვარო, ხო, თვითონ აღადგინესო. ჩვენ კი არ გვითხოვიაო. არა, ნუ ყველაფერს აქვს ბავნიკოლო საზღვარი და მე თქვენი აღშფოთებას მესმის. ჩვენი გაბრაზებაც მესმის და ისიც მესმის, რომ ერთჩენიერ დღეს ჩვენ აღმოჩნდებით, ისევ ჩვენ უნდა ვაპატიეთ, არ მინდა ის სიტყვა თქვა, მივიდეთ და ისევ ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ და უნდა ვთხოვოთ და თუ ახლა არ მინდა ტრაბახი, მაგრამ თუ რუსეთი ჯერ კიდე აქვს რაღაცეებზე თავს იკავებს, ზუსტად იცის, რომ საქართველოში რუსეთსკენ ანუ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იმ ხალხის რაოდენობა ყოველდღე იზრდება, ვისაც რუსეთთან უნდა დიალოგი. აი ეს ამის თქვა მინდოდა. მე ერთი რამე მინდა ბატონო მიხეილ გითხრა თქვენ. ქართული საზოგადოება სამწუხაროდ აი ერთ მუშტად შეკრული ვერ შედგა. იმიტომ რომ ჩვენ ყოფნა არ ყოფნის საკითხზე მდგომ ერს, რომელიც შეიძლება ხვალდაზე თავისი ზურმუხტი, თავისი მარგალიტები დაკარგოს, მე ვერ ვხედავ, რომ ეს ადამიანები რაღაცა აი ამ ტერიტორიების, აი ამ ჩვენი ზურმუხტების ირგვლივ გაერთიანდეს. სულ ყოველთვის მიკვირდა ხოლმე, რომ აი ჰერეთი რო დავკარგეთ, როგორ არავინ პროტესტი არ გაბუთქვა მეთქი. მე აი ვეკით პრესაშიც მაშინდელ ადგილობრივ რაღაცა აი გამოცემებსაც რაღაცა შეიძლება 1-2 რაღაცა არ იყო პროტესტი იმისი, რომ აი რატო იღებთ ამ გადაწყვეტილებას, ჰერეთს რატო ტოვებთ, რატო თმობთ ამ ჰერეთს. დღესაც იგივე სიტუაციაა. დავით გარეჯი საქართველოა ამ ლოზუნგით მოვიგეთ არჩევნები. დავით გარეჯი საქართველოა ამ ლოზუნგით ერთიანდებოდა მთელი ერი და ბერი. ვინმეს გახსოვთ დავით გარეჯი დღეს? დავიბრუნეთ დავით გარეჯი ჩვენ? დავით გარეჯი აღარ გვახსოვს. ცხინვალი აღარ გვახსოვს, სოხუმი არ გვახსოვს, ჩვენ მარტო გვახსოვს, გამოდის ეს ბოდიში და ტვინ ნაღძობები გამოდიან და ჩვენ ევროპაში მივდივარ ძირს რუსეთის დამპალი, რუსები. აი ამ რუსების გინებამ დაგვაკარგინა ყველაფერი ჩვენ. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ. ჩვენ თუ ასე გავაგზელეთ, ჩვენ ქვეყანა აღარ გვექნება. საქართველო აღარ იარსებებს. აგერ კაცმა, რომელსაც ვეახლეთ თურქეთში, სტამბოლში და დიდი, ესე იგი აი სიამოვნება მივანიჭეთ ჩვენმა ფეხბურთელებმა, ესე იგი ერდოღან საჩუქარი გაუკეთეს დიდი, გეუბნება რომ თურქები უნდა ჩამოვასახლოთო. ვინ აღუდგება ამ ყველაფერს წინ? არა. ვალდებულია რუსეთი, ერთმა მითხრა რომ ვალდებულია რუსეთი არ დაუშვას თურქების ჩამოსახლება. ვალდებულია რუსები აქ რომ ფაბრიკა საწარმოები აღიშენოს. ვალდებულია რუსეთი რომ დაგიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალი. ვალდებულია რუსეთი გარჩინოს. ვალდებულია რუსეთი ტურისტები გამოუშვას. ვალდებულია რუსეთი რომ ესე იგი ბოდიში და ყველაფერი გაგიკეთოს. ისე რომ ისე არც არაფერი. რატოა ვალდებული ვერ ხვდები? კაი, მაშინ იმპერია იყო ეს და იმ გურიას, აჭარას რო იმაშვებოდა, ართმევდა ოსმალეთის იმპერიას, თავის იმპერიაში შემოდიოდა, მაგრამ დღეს შეიცვალა რეალობა. რატო გონია თქვენ ის აზერბაიჯანი თუ მონახავს საერთო ენას რუსეთთან, მისცემს იმ აზერბაიჯანს და იმ სომხეთს რაღაც საჩუქრა ტერიტორია. რატო არ მისცემს? შენ რა გააკეთა იმისთვის? ხო, დაასაჩუქრებს ამ ყველაფერს. აი რო გეგონათ, აგერ ლაგდებიან. მიხვდა ის ალიევი რომ მილიარდობის ზარალი იწვნია იმ რაღაცა გარკვეული დაპირისპირებით ის პროდუქცია ვეღარ შევიდა
და ბიზნესმენებიც აუმხედდნენ, იმიტომ რომ ჩვენ რუსული ბაზარს ვერავინ ვერ ჩაგვიდაცვლებსო. და აქ საფწუხაროდ საშინელი ანტირუსული გარემოა. ხალხი ვინც ლაპარაკობს რუსეთთან ურთიერთობაზე, ჩვენ ვითვლებით მეორე რაღაცა შრის ადამიანება. ჩვენ ვითვლებით ესე იგი კეთლოვანებად. შევეჩვიეთ ჩვენ ამ ყველაფერს. მე სიმართლე რომ გითხრათ ამ ქვეყანაში ცხოვრებაც უკვე აღარ მინდა სიმართლე რომ გითხრათ. ეს არ არის ჩემი ქვეყანა რა. ქვეყანა რომელიც ბოდიში და დავით გარეჯი არ ახსოვს, ცხინვალი არ ახსოვს, სოხუმი არ ახსოვს, არაფერს არ აკეთებს მარტო იგინება, ილანძღება და გონია რომ ესე იგი, მასე რო ყოფილიყო, ვერ გავიგე გინებას ვინ დაასწრებდა ვინმეს, ეხლა რო ეგინებინა, დაგვიბრუნე, გინებით რო დაბრუნებულიყო რაღაც ტერიტორიებები. ესეთი არ ვიცი, აი აღარ ღირს უკვე, აი ისე ეხლა ერთ-ერთი სასამართლო პროცესიდან მოვდივარ დღეს კიდე ხო და ესე იგი თან ვიძახით რომ კონსერვატორები ვართო თან კიდე ციხეში უშვებთ მამაკაცებს არაფრის გამო აი გუშინ მე გითხარით თქვენ რომ აი რეზო რაზმაძესთან დაკავშირებით ხო ესე იგი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება რომელიც პირველმა ინსტანციამ მიიღო და ანუ ეს ადამიანი არ გაამართლა კაცი რომელიც ესე იგი სრულიად მართალი იყო აი ამ დავაში აი ყველა ექსპერტიზები ჩატარებული არის ფონოსკოპიური, სასამართლო სამედიცინო, ფსიქოლოგიური, მოწმეთა ჩვენებები, ყველაფერი ადასტურებს რომ ეს კაცი არის უდანაშაულო. ესე იგი მოსამართლეს ნათია ბარბაქაძე, რომელიც მოვა დრო და ეს ადამიანი ალბათ საპატიმროს კარებს მიუკაკუნებს. ესე იგი მთელი ხდომა სასამართლოს ხდომა ესე იყო ეს ხალი. ვეუბნები სურათებს გაჩვენებ შემოხედე იმიტომ რომ ცხვენოდა იმისი რომ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღო აი ესე იყო აი ესე თავდახრილი იყო მთელი სასამართლო პროცესი ეხლა ეს იგივე არის აი მეგობრებო აი რინგზე ერთი 10ჯერ 20ჯერ დაარტყას ფალავანმა წიხლით რომ შედგეს ურტყას ცემოს გალახოს და ბოლოს გამოვიდეს საჯი და მოწინააღმდეგე საუწიოს მოგება არაფერი არ ქონდა ეს იცი რატო ხდება კლავაც ბაია პატარაია და კლავაც ეს ზონდერ ფემინიზმი არის საქართველოში. რა კონსერვატივზე ლაპარაკობთ? ქართველი კაცი დაჩაგრული, გაფარჩაკებული არის. ქართველი კაცი არის ნამუსაყრილი. 80% ციხეში ზის არაფრის გამო. ესე იგი, მწვანე შუქს უნთებს დღეს სასამართლო და იქ ჩაბუდებული ნაცები რომ მიდი გაუკეთეთ პროვოკაციას, კაც მაინც დავიჭერ ციხეში. არაფრის გამო შეიძლება კაცი ესე იგი დაუნგრიო ცხოვრება ადამიანს ვიღაცა პროვოკატორის გამო? შემთხვევითია? შემთხვევით არაფერი არ ხდება. თუ ჩვენ ნორმად მივიღეთ ის რომ კაცი შეიძლება ადვილად გაწირო და ციხეში გაუშვა, დაჩაგრო, ნებისმიერი ხალი ჭკუაზე რომ გადავა და გიბასიდავს, ადგება მოუწყოს პროვოკაციას, ხო? მე აღარ გიდათ კაცები ამ ქვეყანაში. თან ვამბობთ რომ ოჯახის სიწმინდის დღე, ჩვენ ოჯახის სიწმინდეს ვიცავთ, ჩვენ რა ოჯახს იცავთ? კაცის გარეშე ოჯახი არსებობს? გეუნებით აი ამ რეზო რაზმაძეზე ფილმი გავიდა. კაცი აბსოლუტურად მართალი იყო. და ეს ნათია ბარბაქაძე თავჩაგუნული იყო, თავი ჩაყოფა მოგიწევთ თქვენ ციხეში. რა გავაკეთო, აღარ ვიცი, ამ ქვეყანაში მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე მივიღე გადაწყვეტილება ამ ქვეყნის დატოვების შესახებ. მე მალე წავალ ამ ქვეყნიდან ამ დღეებში. არ ვაპირებ ამ ქვეყანაში ცხოვრებას. ეს არის გადაწყვეტილება, მეგობრებო. აღარ შემიძლია მე ამ ქვეყანაში ცხოვრება. ეს არ გეგონოთ ხუმრობა სერიოზულად ვიძახი მე ამას. მე აღარ შემიძლია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. სადაც ხედავ რომ ადამიანის სამართალს ვერ მიაღწევ. სადაც ხედავ რომ ადამიანის ჩვენი სასიკადულო სოფლიო ჩემპიონი კახი გიორგი კანდელაკი ციხეში ზის. ეხლა ექიმი გამოუშვეს აგერ. იმის გამო რომ ექიმების პროტესტი იყო. ესე იგი იქიდან იყო მოთხოვნა ესეთი რომ არ ამოიღოთ ხმა არ გიდათ ეს ხელისუფლების წისქვილზე არ დაასხამს წყალს არჩევნების წინ ამ კაცმა მოწოდება გააკეთა რომ ესე იგი ქართულ ოცნებას დაუჭირებთ ხარიო უამრავი მოკრივე ესე იგი სურდა პროტესტი გავაჩერეთ ყველანი ჩვენ არ შეგვეძლო ექიმების გავსად მთელი სპორტული სამყარო აგვიმხედრები და გავაჩერეთ ეს ყველაფერი არ მივეცით ამ პროტესტს იმიტომ რომ აი არჩევნებია ხელისუფლება არ დაზარავდეს და ასეთი ადამიანი რომელმაც საქართველოს სიხარული მიანიჭა ის კი არა ვიღაცები ფეხბურთელები მილიონები რო იჭოვეს და ფეხებზე რო კიდიათ ნაკრები
და დაასდეს ბრალი არაფერი. ეს არ შეიძლება ელემენტარული ეს კაცი გირაოთი მაინც გამოუშვა და სანამ გაირკვევა ციხეში არის ჯდეს. იმ ექიმს სახელმწიფო გადატრიალებას რო აწყობდა და იქ რო იყო, რა ქვია, იმ ბარიკადების მიღმა და სახელმწიფოს, ესე იგი სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი პირების ციხიდან უშვებთ გირაოთი და გიორგი კანდელაკი მსოფლიო ჩემპიონი უნდა იჯდეს ციხეში? მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, თან ეხლა ვფიქრობდი, ახლა ამ სიტყვებს რო ვიცახი, იმ კაცი არ დავაზარალო პირიქით. აღარ შემიძლია მეგობრებო ასე ცხოვრება მე. მე შევედი ციხეზე და ვნახე ეს კაცი. მე არ შემიძლია მსოფლიო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი ვნახო ციხეში. კაცი რომელმაც ყოველთვის, ესე იგი ამ ხელისუფლებას გვერდში ედგა, კაცო. ყოველთვის ამ ხელისუფლების გვერდში იყო. კაცი რომელიც 5000 10000 კაციანია შეკრიბა რაოდენობა დარბაზში 2000 აი ბოლო არჩევნები რო იყო საპარლამენტო. და მე ვფიქრობ, ვიღაცა არის შიგნით ჩაბუდებული მტერი, რომელსაც უნდა ერთ მუშტად გაერთიანოს ბოლო-ბოლონ ყველა ესა და ხელისუფლებას დაუპირისპიროს. ესე იგი, ქვეყნის ამომგდები, ის ვიღაცა ჩახუნაშვილი თუ ვიღაცა, ის გამოუშვეს ციხიდან, გამოუშვეს გიორგი კანდელაკი, რომელიც ტერორისტი არის, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს მსოფლიო ჩემპიონი, ზვიადაური ოლიმპიური ჩემპიონი ციხეში უნდა იჯდეს ხალხო. და სიბინძურები რო აფქვიე თვითონ რომ ეს კაცი რაღაცა ღვინოს იმაშვებოდა არავით არის იმ საწარმოსთან შეხება ამ კაცს არ აქვს არ არის ეს მისი საწარმო სადაც ეს რაღაცები ხდებოდა არაფერი დანაშაული მას არ მიუძღვის აი გული მისკდებოდა რომ შევედი აი ცრემლები მომადგა იმიტომაც მივიღე გადაწყვეტა აღარ მინდა მე ასეთ ქვეყანაში ცხოვრება ამ დღეებში ვტოვებ ამ ქვეყანას და მივდივარ საქართველოსთან არ მინდა და თქვენ გქონდეთ ბურთი და იყოს ეს ქვეყანა ბოდიშ და პინდარასტების. პინდარასტები ყავდეთ აქა. კაცებს უვიზედოთ პასუხისგებაში არდებთ. ბიჭო, ყველაზე უფრო იცი რა მიტყდება? ჩემი კურსელები არიან ესენი. კობახიძე ჩემი კურსელია, დინარაძე ჩემი კურსელია, ბოჭორიშვილი ჩემი კურსელია, ეს რა ქვია, მათიკაშვილი და ყველას პატივს ავცემ ერთხელ არასდროს ცუდი არ მithქვია, იმიტომ რომ რაღაცა ადამიანი მაგრამ მე რომ ბრძოლობდი სააკაშვილის წინააღმდეგ ეს ხალხი მაშინ ხმას არ ავიღებდა და ჩუმად იყო. რა გიდათ, ვერ გავიგე, რა არის, ვერ გავიგე, სიამოვნებას იღებთ კანდელაკი რო ციხეში ყავთ? რატო არ შეიძლება გირაოთი გამოუშვათ კანდელაკი? იმ ნაძირალას იმ ქვეყნის ამოგდებს თუ უშვებთ. რახან ესე იგი ჩვენ პროტესტი არ ქონდა აქა სპორტსმენების, რახან ჩვენ არ მივეცით ასპარე. ესე ყველა დღე ზარები შემოდიოდა რომ მოგვეცი ტრიბუნა, უნდა გამოვიდეთ კანდელაკს ხარი დაუჭო. ვეუბნებ, არა, არ მოგცემთ ამით. იმიტომ რომ ეს არის თხოვნა გიორგი კანდელაკისა. კაცი არის სანთელივით კაცი რა, რომელიც სახელმწიფო მოღვაწე იყო. სანთელივით ადამიანი, ცხოვრებაში კარგის მეტი არაფერი არ გაუკვირდა. უამრავი ახალგაზრდა გადაარჩინა უკეთურობას. უფასოდ ბავშვებს ამზადებდა. ეხლა ავკარგიანი კაცია, ქრისტე ღმერთი არავინ არ არის. შეიძლება რაღაცა შეცდომა ამ კაცსაც ხოდა, მაგრამ შეიძლება კაცო ესეთი რაღაცა რომ ადამიანი, რომელსაც სიხარულის მეტი, ბედნიერების მეტი, ქართველ ხალხისთვის არაფერი არ მოუტანა, ესე გავწიროთ ხალხო. არ მინდა ძმაო, არ მინდა გქონდეთ ეს ტრიბუნაც გქონდეთ, ყველაფერი თქვენ იყავით მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, გქონდეთ ეს ქვეყანა ჭამეთ, შვიდ და შეხარით. არ მინდა, მე არ წავედი ამ ქვეყნიდან, არ მინდა ერთი ორ გადაცემა ჩავატარე მაგა და მივდივარ ამ ქვეყნიდან. მე ხა ვიღაცა იტყვის, გქონდეთ ყველაფერი. აი ეს გინდა თქვენ ვიღაცამ, ყველა წავიდეს ამ ქვეყნიდან, თქვენ დარჩეთ მარტო. აი ეს გინდა თქვენ. მე ახლა ვერ დავივიწყებ იმ რეზო რაზმაძის ცრემლებს, რომელიც ღვარა და ეს ნათია ბარბაკაძე, მე გეუნები შენ. მოვა დრო და შენ გადაინაცვლებ იმ სასამართლოდან სხვა რაღაცაში. თელი დღე თავჩაღუნული იყო პროცესის განმავლობაში. შეიძლება კაცო ექსპერტიზით, სასამართლო სამედიცინო, ფონოსკოპიური, მისი რა ქვია, ფსიქოლოგიური, მოწმეთა ჩვენებები ასაბუთებს იმას, რომ კაცი არის მართალი და მაინც არა. რატო იცი ეს ფემინისტკა პროკურორი აქ ძის ეს ხალი მოსამართლე ესე იგი ქართველი კაცის განადგურება მიდის დღეს ქართველი კაცის დაჩმორების პოლიტიკა მიდის ქართველი კაცი დაჩაგრული უნდა იყოს დღეს რესტორნებში რო შეხვიდეთ ბატონო მიშა ქართველი კაც ვერ ნახავთ იქა ქალების ხედან იქა ბავშვ გოგოებს გათხოვება ესე იგი პოზების და პიდარასტებით ქვეყნად იქცა საქართველო რა გიორგი კანდელაკი ციხეში უნდა იჯდეს და ესე ნაძირალები ვიღაცები ქვეყნის ამოგდებები გარეთ უნდა იყვნენ
მე უბრალოდ ამომასხა უკვე აღარ შემიძლია ამდენის მოთმენა. შეიძლება ეხლა მე არ მინდა ძმაო, არ მინდა ესეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც კანდელაკი ციხეში იჯდება და სადაც კიდე ბოდიში და კაცებს დაიჭერენ იმის გამო, რომ ქალმა პროვოკაცია მოუწყო რა. ამომასხა მართლა ყველაფერმა უკვე რა. დღეს ესე იგი მე არ ვიცი, აი დღევანდელი პროცესი იყო, ადვოკატი ვარ მეც ხო? ესე იგი აი გეუნები 10-ჯერ რო დაარტყა ადამიანს, რო ჩაიბასქნა, რო გადაუარო, გადმოუარო და ბოლოს ადგეს და იმან მოიგო რა. კიდე ერთხელ ღმერთმა ხელი მოგამართოთ. მე არ ვიცი ცხოვრებაში აუგი არ დამცდენია ამ ჩემ კურსელებზე რა. არც მათიკაშვილზე, არც დინარაძეზე, არც ერთად დიდხანს ყოფილ ვართ, კურსზე ვიყავით, ყველაფერი პირველად ვიძახი ამას. იცი რა არის, თანამდებობას აქვს კიბე, რომ ადიხარ იმ კიბიდან ჩამოდიხარ კიდევ, მთელი ცხოვრება ვერ იქნები თანამდებობაზე რა. ხო და მოდი რა, ისე ნუ გავაკეთებთ, რომ თვალებში მე ბოდიში შეგწხვეს რა. მე როდესაც ვიბრძოდი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს ხალხი მილაიქებდა და რაღაცა მესიჯებს მიგზავნიდა და მადლობას და იმას მეუნებოდა და ქართულ ფონდში რო იყვნენ ეს ხალხი პრესკონფერენციას მართავდით ერთობლივად. ღმერთმა ხელით მოგამართოთ, მაო და ყველა თქვენ იყავით პრემიერები, თქვენ იყავით ყველაფერი და ჩვენ გაგვიშვით ამ ქვეყნიდან და თქვენ პიდარასტები აგრიალეთ და ირანელები, თურქები და ისინი ყავდეთ კიდე აქა რა. იმ დღეს გამოვიძახ, ეხლა მე ინგლისურით, ესე იგი უკვე უნდა ვისწავლოთ ინდური და ირანული. კლოვოს გამოიძახებ, ქართველი არ მოდის, ბოდიში და ქუჩაში რა ხდება, კიდე თქვენს ხედავთ ყარს ყველაფერი. აგერ კიდე ნატოს ეკურკურებით. ამიტომაც ამომასხა ყელში ყველაფერმა რა. მე 2-3 დღეში დავტოვებ ამ ქვეყანას და არ ვიცი, აი, ჩემთვის ძალიან ძნელია ჩემი მშობლიური ქვეყნის დატოვება. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ აი ამდენ უსამართლობას მე ვერ გაუძლებ რა, ჩემი გული ამას ვერ გაუძლებს. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ რა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მე მთელი ჩასაფრებული ყოფილ ვარ. ამ ტრიბუნიდან კრიტიკის მეტი არ ყოფილა, მაგრამ როდესაც ქვეყნის საკითხი წყდებოდა, არასდროს არ მტერი არ ყოფილ ვარ ამ ხელისუფლების. არასდროს ტერი არ ყოფილ ვარ. მე არ შემიძლია გიორგი კანდელაკი ვიხილო დატყოვებული კაცი მოკუნტული ციხეში, არ შემიძლია. არ შემიძლია მე ამის ყურება. და არ შემიძლია მე რომ კიდე არაფრის გამო ხალხს იჭერდნენ ვიღაცა პროვოკატორი ქალების გამო რა. თქვენ რა გონიათ, 99% თუ კაცის წინააღმდეგ მიდის ქალი, კაცი გამტყუნებული არის უკვე რა. ერთადერთი იმ ბასილაშვილმა იმიტომ მოიგო და კიდე იმ რამდენიმე ჯიშკარიანმა იმიტომ რომ ეს იყო სხვა საქმე ეხლა ეხა ბასილაშვილი იყო და აქ საზოგადოებრივმა აზრმა იმოქმედა, თორე იმასაც დაკავებული ყავდათ, ისე ციხეში ყავდათ რა. თითეული ქართველი კაცი დღეს არის განსაცდელის წინაშე რა. თითეული ესე იგი ბოდიში და ტიბაში რა ქვია ლოგიში მითი უნდა შევიდეთ კამერაში სექსის დროს, რომ იმან მე არ დაგვადანაშაულოს ქალბატონმა რომ ისაო რა ქვია გაუპატიურება არისო რა. ხუმრობთ, მაგრამ მე მყავს 1-2 ნაცნობი. როცა მართლა ფიქრობ და ხო არ პროვოკაციას ხო არ მიწყობენო. ბატონო ნიკოლოზ, გოგოებს გათხოვება აღარ უნდათ. ანუ რა თმინდა ქმარი, როცა მანქანა მყავს, ფული მაქვს, სამსახური მაქვს. ანუ ქვეყანა აი ეს ერის არ გამრავლების მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი მომენტია, როცა კაცი კარგავს ფუნქციას. როცა ოჯახში კაცს აღარ აქვს ფუნქცია, რამდენი წელია დაკარგული აქვს. ცოლები, საწყლები, გაშვებულები არიან ევროპაში. მითხარი, ამ ქვეყანაში რატო უნდა დარჩე კაცმა? კაცს ქონდა ბიზნესი, აი რეზო რაზმაძე. აი კომპანია ქონდა, მე ფილმი ვანახე 5 ჯერ ახლა. კაცს ქონდა მშვენიერი კომპანია. შექმნა თავისი გაჭირვებული კაცმა თავისი ხელებით, არავისთვის არ მოუპარე არაფერი. მივიდა ვიღაცა ზონდერ ფემინისტკა, ბაია პატარაიას, ესე იგი დატრენინგებულმა ადამიანმა მოუწყო პროვოკაცია, ვაჩვენეთ ეს ფილმი. და დღეს ამ ნათია ბარბაქაძემ ადგა და გამოიტანა გადაწყვეტილება ეს კაცი მაინც გაამტყუნა რა. რა ოჯახის სიწმინდეს აღნიშნავთ, ერთი მაინტერესებს. რომელ ოჯახებს რო ანგრევ და კაცებს რო ციხეში უშვებთ? არ გეღირსოთ არც კაცები და არც არაფერი, ლესბოსელებო თქვენა რა. და არც კაცი გინა თქვენა რა. პიდარასტებს მიყავთ პარადი რა. ჯერ ამ ჯარიმებით ამოგხვდეს სული.
ესე იგი იმედი გვიჩივიოდა ისა მე ეს კომუნიკაციის კომისია ეხლა აიყავით და ბურთის თქვენია და მოედანის თქვენ რაც კიდათ ის გააკეთეთ რა დაიჭირეთ ყველა ქართველ კაცს დაჩაგრეთ კანდელაკი ჩაწიხლეთ ზვიადაური ჩაწიხლეთ ყველა ჩაწიხლეთ და ბოდიშ და თქვენ იყავით მარტო პრემიერებად პარლამენტზე ყველაფერი თქვენ იყავით რა ყველაფერი თქვენ იყავით ჩვენოდეთ ამ ყველაფრის რა ეს აი უკართველო საქართველო რეალური ხდება რა უკართველო საქართველო ხურთი თქვენია მოედანი თქვენია აბა ბიჭებო მიდით მიაწექით რა ვიცი როცა იქ იყავით რა ქვია უჭირდა ქვეყანას რა ვიცი ეს გოგლი მოგლიზე გაზდილი ხალხი სად იყო მაშინ ერთი მით გეკითხებით ბატონო სად იყავით მაშინ გოგლი მოგლიზე გაზდილებო კუდრაჭებო სად იყავით მაშინ მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა რა ამ ქვეყანაზე ღმერთი არავის არ ღმერთი არსებობს ამ ქვეყანაზე და უსამართლოდ ვერავის ვერ დაჩაგრავთ და აი იმ ადამიანების იმას რა ქვია ქვეყნის ამონგდებებს რო უშვებთ გარეთ და გირაოთი რომ ბუნტის გეშინიათ იმისი ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რომ ბუნტი არ ყოფილიყო და თქვენ პრობლემა არ შექმნოდა ეგეთი რამე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა რომ ქართველი კაცი დაჭერილი კაცი მოუწოდებდეს ხელისუფლებას რომ კიდე აქით რომ აი დაუჭირეთ ხარი ხალხზე უნდა იმიტომ რომ ეს კაცი მთელი ცხოვრება კაცური კაცი იყო ავკარგიანი კაცი იყო უამრავი სიკე და სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდა მაშინ როცა თქვენ გოგლის მჭამდით ზოგიერთები რა მე აღარ შემიძლია იცი რა უკვე ამოფეთქა ამ ყველაფერმა რა აღარ შემიძლია ამ ყველაფრის მოთმენა რა ამით ვინა დაგემშვიდობოთ მადლობა ბატონო მიხეილ ცოტა ბოლოს ემოციური გამოდგა ჩვენი გამოსვლა არის საფუძველი მაგრამ რა არიცით მე არ მინდა ისეთი საქართველოს სადაც კაცი იქნება დაჩაგრული და სადაც ეს გეი აქტივისტები იდგებიან და ნუ აღნიშნავთ რა ოჯახის წიწმინდის დღეს იმიტომ რომ ოჯახებს ანგრევთ სასამართლოს და პროკურატურის ხელით და იმ ერთ ადამიანს მინდა მიუმართო კიდე რა სადაც ზის იქა შენ მაინც ხო იცი ეს საქმე როგორ იყო და რანაირად იყო და მაგაზე მოგეკითხება შენ რო იცოდე რა აი მოგეკითხება მაგ საქმეზე ეს საქმეზე დღეს ყველაფერი რაც მოხდა რა იმან ხო იცით იმას რა ქვია კახეთში ერთმა იმან რომ ერთი კაცი რო გახდება დირექტორი თუ რაღაცა და ჩემს მასო ხო და რასი ჩემს მას იმას ვიზამო რა ხო და ეხა ვიზეც არის ეს ნაგულისმები კარგად მიხვდებით რა თანამდებობი გაირტყეს ვიღაცებმა და ბოდიში და მოდი ამ თანამდებობებს ჩვენი მეებს იმას ვიზამთო მაგარია მაგარ რაღაცას აკეთებთ რა კარგად ბრძანდებოდეთ შეხვდებით ხვალ რამდენიმე დღე თქვენთან ერთად ვიქნები ამ სტუდიაში და როგორც გითხარით მე არ მიხუმრია შემდგომში უკვე სხვა მხრიდან სხვა მიმართულებიდან ვიქნები თქვენთან ხაზზე კარგად ბრძანდებოდეთ